კი ბატონო. ძალიან კარგი. მოკლედ, ჩვენი დღევანდელი თემა არის როგორც ანონსში ნახეთ, ალტერნატიული სასწავლო გეგმა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების პრინციპები, რა თქმა უნდა, ალტერნატიულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით. შესაბამისად, ჩვენ დღევანდელი დღის ამ ვებინარის ფარგლებში განვიხილავთ ისეთ თემებს, რომელიც შინაარსობრივად დაკავშირებულია ალტერნატიულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებასთან მიმართებით და შევეხებით კანონმდებლობის ნაწილს. პირველი განვიხილავთ თვითონ ალტერნატიული სასწავლო გეგმის დიზაინს, რაშიც გულისხმობთ რა კომპონენტებისგან შედგება, რა ურთიერთ მიმართება მათ შორის და როგორ შეგვიძლია თითოეული ეს კომპონენტი გამოვაჩინოთ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში და რა სტრატეგიები გამოვიყენოთ, რომ კონკრეტული მოსწავლისთვის შევქმნათ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომლითაც უნდა ვიხემძღვანელოთ მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, რომ კონკრეტულ მოსწავლესთან დაიდოს მისი უნარების შესაბამისი სასწავლო მიღწევები. ეს არის ყველას მიზანი და როგორც აღნიშნე კიდევ თავიდან, პირველი და უნდა დავიწყოთ აუცილებლად ისეთი აქტუალური კითხვებით, რომელსაც ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ. ეს არის რა შემთხვევაში განისაზღვრება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის ალტერნატიულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით სწავლება. მეორე, ვინ იღებს გადაწყვეტილებას ალტერნატიული სასწავლო გეგმით, რომ წარიმართოს მოსწავლესთან სწავლების პროცესი, ხომ? ესეც თავიდან ამით დავიწყოთ და თქვენ მოგეხსენებათ, რომ ზოგადად ინკლუზიურ განათლებას არეგულირებს ზოგადი განათლების შესახებ კანონი, ეროვნული სასწავლო გეგმა და ამ შემთხვევაში წარმოგიდგენთ პირველ თავს, სადაც ხედავთ ესეთ ტიპის ჩანაწერებს, რომელიც მინდა რომ აუცილებლად ამით დავიწყოთ, რომ ზოგადად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის, ასე ვთქვათ, სტატუსის დადასტურება ხდება თქვენ იცით მულტიდისციპლინური გუნდის წევრის მიერ. ამჟამად შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტებად მოიხსენიებთ ამ სპეციალისტებს და სწორედ მათი შეფასებისა და დასკვნის საფუძველზე ენიჭება მოსწავლეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსი. ასევე აქ არის მნიშვნელოვანი აქცენტი, რომ გუნდის მიერ განისაზღვრება მოსწავლესთან ზოგადად ესეგეს ანუ ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციით წარიმართოს, გაიწეროს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა თუ სხვა ალტერნატიული მეთოდები ეს გამოყენება არის რელევანტური ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე და ამ შემთხვევაში ჩანაწერს ხვდებით ხოლმე მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნაში, რომ კონკრეტულ მოსწავლესთან მისი ინდივიდუალური საჭიროების და შესაძლებლობების გათვალისწინებით რეკომენდირებულია სწავლება წარიმართოს ალტერნატიულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით. და ეხლა აქ მუხლი პირველ თავში ხვდებით ასევე მეცხრე მუხლში ესეთ ჩანაწერს, რომ თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის შეუძლებელია ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ზოგიერთი საგნის სწავლება, ასევე და მე თქვენ ჩვენი სიგას შაბლონსაც შევეხებით მოგვიანებით, განვიხილავთ, რომ კონკრეტული ინდივიდუალური განრიგის შეიძლება იყოს მოსწავლისთვის შეთავაზებული და მოსწავლის ფუნქციური და აკადემიური ცოდნის მისაცემად ამ შემთხვევაში უფრო რელევანტურია და აუცილებელია ალტერნატიული სასწავლო გეგმით ხელმძღვანელობა. ჩვენს ბუნებრივია სწავლების პროცესში სწორედ ამ დოკუმენტს უნდა დავეყრდნოთ და სწორედ რომ ალტერნატიული სასწავლო გეგმა თქვენ მოგეხსენებათ და კიდევ ერთხელ განვამტკიცოთ ეს წარმოდგენები ამ დოკუმენტთან მიმართებით, განკუთვნილია გონებრივი განვითარების მძიმე და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის და სწორედ რომ ამ დოკუმენტში არის განსაზღვრული ეს დიზაინს რო შევეხოთ, მიზნობრივი და თვისობრივი ორიენტირები, მეთოდიკური ორიენტირები, რომელზე დაყრდნობითაც მასწავლებელმა უნდა შექმნას კონკრეტული მოსწავლის საჭიროებაზე, ასე ვთქვათ, მორგებული კურიკულუმი, ეგრეთ ანუ ამ შემთხვევაში თქვენ გააქვთ კლასის კურიკულუმები შექმნილი, ხო, რითაც კლასში მათ
მოსწავლეებთან, ამ კონკრეტული მოსწავლის თანატოლებთან, კონკრეტულ საგანში, კონკრეტულ კლასში რა სასწავლით, როგორ წარმართავთ სწავლების პროცესს, რომელიც ესეგეზეა დაფუძნებული ბუნებრივია. ეხლა კი კონკრეტული მოსწავლისთვის, რომლისთვისაც რეკომენდირებულია ალტერნატიული სასწავლო გეგმით რომ წარმართოს სასწავლო პროცესი, ამისთვის უნდა შეიქმნას ადაპტირებული კურიკულუმი და ეს შეიძლება ტოლფასი იყოს, კი არა, ეგრე არის უკვე ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, ხო, რომელსაც კონკრეტული მოსწავლისთვის, ასე ვთქვათ, ქმნით. რა არის ინდივიდუალური? ხშირად გონიათ, რომ ალტერნატიული გეგმა და ინდივიდუალური გეგმა განსხვავდება ხოლმე ერთმანეთისაგან. აქ მთავარი არის ახლა ჩვენ დავამუშაოთ, გავუმიჯნოთ ერთმანეთისგან და სწორი წარმოდგენები შეგვექმნას ამ მთავარ საგანმანათლებლო გზამკვლევებთან მიმართებით, ხომ? ეროვნული სასწავლო გეგმა არის მთავარი საგანმანათლებლო გზამკვლევი, რომელიც გვეუბნება რა ცოდნა უნარებითა და ღირებულებებით უნდა დავხუნძლოთ მოსწავლეს, სანამ ის სკოლაშია, რომ მან თავისუფლად შეძლოს შემდეგ დამოუკიდებელი ფუნქციონირება, ხომ? ანუ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დაძლევა მოხდეს, სქემს რასაც ვეძახით. და ნახეთ, ეს არის მთავარი დოკუმენტი, თუმცა ვამბობთ ჩვენ, რომ ალტერნატიული სასწავლო გეგმა არის ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილი. შესაბამისად, სწავლების პროცესში ჩვენ ვქმნით ადაპტირებულ, ან ალტერნატიულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას. შესაბამისად, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა იქმნება ნებისმიერი საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის. იმისთვის, ვთქვათ, დასკვნაში მითითებული იქნება ესეგეზე დაყრდნობით მოხდეს ისეგ შექმნა თუ ალტერნატიულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით. და ეხლა აქაც თქვენ ხედავთ და თვალის მიაყოლეთ პარალელურად ვიზუალურ პრეზენტაციას, რომ ალტერნატიული სასწავლო გეგმა, ეს არის ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად პრინციპებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა და თქვენი მთავარი, ასე ვთქვათ, სამაგიდო დოკუმენტი, რითაც გეგმავთ საგაკვეთილო პროცესს, ბუნებრივი არის ეროვნული სასწავლო გეგმა და ალტერნატიული სასწავლო გეგმის დიზაინიც ზუსტად რელევანტურია, იქ არის გარკვეული ცვლილებები შეტანილი, ბუნებრივია, ისევ და ისევ სამიზნე ჯგუფის სპეციფიკიდან გამომდინარე, მაგრამ არ გაგიჭირდება და ეხლა დღეს ვეცდები, რომ ნათლად თითოეული ეს დოკუმენტი განვიხილოთ, კლასის კურიკულუმიც შეგახსენოთ, როგორ გამოიყურება და როგორ უნდა იყოს, თქვათ, ალტერნატიულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შექმნილი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და რა პრინციპები უნდა გავითვალისწინოთ ამ შემთხვევაში. ეს არის დღევანდელი ჩვენი ძირითადი თემა და ვფიქრობ, რომ მომავალში უფრო შევძლებთ, რომ გავმიჯნოთ და სახელი დავარქვათ თითოეულ ტერმინს, რომ ალტერნატიული სასწავლო გეგმაც არის ესეგეს ნაწილი და ეროვნული სასწავლო გეგმით თუ ალტერნატიული სასწავლო გეგმით მიზნობრივი საჭიროებიდან გამომდინარე იქმნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. რომელიც თქვენ იცით, რომ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის სასწავლო გეგმის ნაწილი და აუცილებლად თითოეულმა პედაგოგმა კონკრეტული ინდივიდუალური საჭიროების მქონე მოსწავლისთვის თუ გეყოლებათ კლასში, უნდა შექმნათ ის სასწავლო პროგრამა, სასწავლო კურიკულუმი, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი რა სასწავლით, როგორ ასწავლით, ანუ რა მეთოდებს და სტრატეგიებს იყენებთ, არის თუ არა ეს კონკრეტული მიზანი რელევანტური კონკრეტული მოსწავლის საჭიროებების და აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი ის ფაქტი, რომ ცალკე, ასე ვთქვათ, პარალელური პროცესები არ შეიქმნას ძალიან სწავლების პროცესში და ჩვენ მაქსიმალურად ვიპოვოთ ის ძაფები სასწავლო კლასში დაგეგმილ სასწავლო პროცესსა და კონკრეტული მოსწავლისთვის შემუშავებულ სასწავლო მიზნებს შორის, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ სოციალურ ინტეგრაციას და ასე ვთქვათ, მთლიანობითად ბავშვის ჩართვას იმ აქტივობებში, რაშიც არიან ჩართულები მათი თანატოლები, ხო? ეს არის ზოგადად ინკლუზიური განათლების ღირებულება და რა შეიძლება, როგორ შეიძლება ჩვენ ვუზრუნველყოთ და ეს ყველა პირობა. უნდა გადაწყვეტინო. ძალიან ბევრი ადამიანი იწერება, რომ ეკრანი არ ჩანსო. ეხლა მე ნამდვილად ვხედავ ეკრანს, არის გაზიარებული. თუ შეიძლება რომ უბრალოდ დაადასტუროთ, რამდენიმესთან არ ჩანს და მისი ტექნიკური ხარვეზია. ჩვენთან ჩანს. მადლობა.
მადლობა. უბრალოდ გავაშლერებ ასეთ რამეს, რომ ვინც ეკრანს ვერ ხედავს, ეს შეიძლება იყოს იმის ბრალი, რომ მისი ტექნიკური რაღაც გაუმართავება არის და გადით და თავიდან შემოგვიდეთ. ჩვენთანაც ჩანს, ჩვეულებრივად ყველაფერი კარგად არის. კი ბატონო, ვისთანაც არ ჩანს, თუ შემიძლია თავიდან შემოხვიდეთ. კარგით, მადლობა თამუნა, რომ დააზუსტე მაინც ეგ საკითხი, მეც მიჩანს, რომ ჩანს ჩემი ეკრანი გაზიარებულია. მაშინ თქვენის ეკრანით გავაგრძელებ, თქვენის ნებართვით გავაგრძელებ პრეზენტაციას. კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ და დავაზუსტოთ, რა არის ალტერნატიული სასწავლო გეგმის შექმნის მიზანი, რა ღირებულება აქვს მას კონკრეტული მოსწავლეთა სწავლასწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის და აქ აუცილებლად ესეთი მნიშვნელოვანი ცნება არის ფუნქციური უნარები, რაზეც თამუნამაც გააკეთა აქცენტი. ჩვენ ვსაუბრობთ კოლეგებო მძიმე, უმძიმესი და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეთათვის და აქ რა თქმა უნდა ჩვენი ორიენტირი უნდა იყოს სწავლასწავლების პროცესში ბაზისური უნარების დასწავლა და ესე ფუნქციური უნარების განვითარებისკენ მიმართული პრიორიტეტული მიზნების დასახვა და შესაბამისი მხარდამჭერი სტრატეგიების მოფიქრება, რომ მოსწავლეს გაუადვილდეს ამ მიზნების მიღწევა, რადგან სწორედ ეს ხდება წინაპირობა იმის, რომ მოსწავლემ შეძლოს სკოლის მერე დამოუკიდებელი ფუნქციონირება და იმ პრობლემების გადაჭრა, იმ ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რომელიც ჩვენ ყველას გვიდგას ხოლმე ყოველდღიურ ყოფაცხოვრებაში. შესაბამისად, თითოეული საგნის პედაგოგის და ზოგადად საგანმანათლებლო სისტემის მიზანია მარტივიდან რთულისკენ პრინციპით ბავშვის მზაობიდან, შესაძლებლობიდან გამომდინარე ხელი შეუწყოს საკითხების არა მექანიკურ დამუშავებას და დაზეპირებას, არამედ მაქსიმალურად იმ თითოეული საკითხის, რომელსაც განიხილავს მასწავლებელი და ეს აქვს კურიკულუმით გათვალისწინებული და გაწერილი, რაც უნდა ასწავლოს მოსწავლეებს, ფუნქციურ კონტექსტებში დაკავშირება, ფუნქციურ კონტექსტებთან, ანუ იმ ყოველდღიურ ყოფაცხოვრებასთან მიმართება, რომ მოსწავლეებს ამ ახალი საკითხის დაშენება წინარეცოდნასთან გაუადვილდეს და შემდეგ ბუნებრივია, ჩვენ გვჭირდება სწორედ რომ ეს ჩაშენდეს მოსწავლის ხანგრძლივ მეხსიერებაში, რომ მომავალშიც შეძლოს, როცა მას ეს ამ უნარის გამოყენება დასჭირდება, გაიხსენოს და გადაჭრას პრობლემა, გაუმკლავდეს რაღაც დილემებს თუ ასე შემდეგ. ამიტომ თითოეულმა თქვენგანმა პარალელურად მინდა ჩვენ რამდენიმე საგნის ჭრილში განვიხილავთ. დღეს არ მოგვეცემა სამწუხაროდ შესაძლებლობა, რომ ყველა საგნის კურიკულუმში რაღაცა ის გამოვყოთ ფუნქციური უნარები, თუმცა დამერწმუნეთ ყველა საგანი არის დაკავშირებული ჩვენს ყოველდღიურ ყოფაცხოვრებასთან და ეს გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტიც ყველას მოგვიხსენება და თითოეულმა საგანმა უნდა უზრუნველყოს ამ ინტელექტის ჩამოყალიბება და თითოეული მნიშვნელობა რამდენად აუცილებელია, რომ ჩვენ შევძლოთ ადაპტაცია გარემოში, ყველა ხვდებით. ამიტომ მინდა პარალელურად ვიფიქროთ იმ ბაზისურ, ასე ვთქვათ, საკითხებზე და უნარებზე, რაც უპირველესად, უპირატესად უნდა განვავითაროთ მოსწავლეში, რომ მოსწავლემ შეძლოს მოკლედ ამ უნარების ფუნქციური გამოყენება რეალურ ყოფაცხოვრებაში. და რა არის ეს უნარები, რომ მათ შეძლონ კომუნიკაციის დამყარება და ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მოთხოვნილებები, საჭიროებები უნდა გავასიტყოთ აუცილებლად, მოვითხოვოთ და ასე შემდეგ სოციალური ინტეგრაცია შევძლოთ ყოველდღიურ ჩვენ გარშემო ადამიანებთან და ასე შემდეგ, ხომ? და აქ მინდა ასევე გამოვყოთ ის, რომ ფუნქციური უნარები ძალიან ხშირად გაგებულია ხოლმე, ასე ვთქვათ, ისეთ თვითმოვლის უნარები, ან ესე მქონიან პრაქტიკაში რაღაცნაირად ესე აღიქვამენ ხოლმე, რომ ეს არის მხოლოდ რაღაცა ტუალეტის ნარჩევები და ასე შემდეგ და ეს ესე არ არის და ჩვენ ფუნქციურ უნარებზე როცა ვაკეთებთ აქცენტს, მნიშვნელოვანია რომ ამას შევხედოთ ფართო სპექტრში და ყველა საგნობრივად ვიფიქროთ მოსწავლეების გაძლიერებაზე იმ უნარებით მარტივი და ნაბიჯ, რომელიც ბუნებრივია ყოველდღიურ ყოფაცხოვრებაში
ცხოვრებაში, ყოველდღიურ აქტივობებში, სოციალურ ურთიერთობებში და ასე შემდეგ გამოადგება მოსწავლეს. და ბუნებრივია, რომ მე უკვე ბავშვის მზაობიდან გამომდინარე, ჩვენ თუ ამ საწყის უნარებს ძალიან კარგ ფუნდამენტს მოუმზადებთ მოსწავლეს, შემდგომ უნდა მოხდეს ბუნებრივია შემდგომი კოგნიტური განვითარება და რაღაცა ბავშვის მაქსიმალური შესაძლებლობების რეალიზება, რომ საგანმანათლებლო სისტემამ ჩვენ თითოეულმა ჩვენგანმა ამას შეუწყოს ხელი ეფექტიანი სასწავლო სტრატეგიების გამოყენებით ბუნებრივია. ეხლა აქ წარმოდგენილია სწორედ ამ კურიკულუმის მიზნობრიობა, სწავლების მიზნები, რა შეიძლება იყოს და პრინციპში ამაზე გესაუბრეთ უკვე, ის გამჭოლი კომპეტენციები აქ გამოყოფილი, რაც აუცილებლად სჭირდება ადამიანის ფუნქციონირებისთვის, ხო? კრიტიკული აზროვნების განვითარება, შემოქმედებითობა, კომუნიკაცია, ურთიერთობები, ხო, სოციალიზაცია შეძლოს და ასე შემდეგ და თვითონ მე უკვე ჩვენ როცა გადავალთ საგნობრივად რა მიზნები უნდა განვსაზღვროთ კონკრეტულ მოსწავლეებთან მიმართებით, ანუ რა საკითხების დასწავლა შეუწყოთ ხელი, იქ ვფიქრობთ მე რა არის რელევანტური მიზანი ამ კონკრეტულ მოსწავლესთან მიმართებით, რომ ნამდვილად ფუნქციური იყოს ის მოსწავლისთვის. ეხლა კი თან პარალელურად მე ვეცდები, რომ გავაზიარო დოკუმენტი, რომელიც ამჟამად არის თქვენთვის ხელმისაწვდომი, ანუ თვითონ დიზაინი განვიხილოთ ალტერნატიული სასწავლო გეგმის და რა სანამ დოკუმენტს განვიხილავ, მანამდე შეგახსენებთ, რომ სწავლების მიზნები და ამაზე ბევრი ვისაუბრეთ, ეხლა რატომ გვჭირდება, რატომ გახდა საჭიროება, რომ ესეგ-ზე დაყრდნობით, ანუ ეროვნულ სასწავლო გეგმის ძირითად კომპონენტებზე დაყრდნობით შექმნილიყო ალტერნატიული სასწავლო გეგმა, იმიტომ რომ სწორედ მასწავლებლებს გამოეკეთათ უფრო დამხმარე დოკუმენტი გაჩენილიყო სისტემაში, რომელიც დაეხმარებოდა მასწავლებელს ესეთი რელევანტური ფუნქციური მიზნების განსაზღვრაში და მე ბუნებრივია, რომ მისი ფასილიტაციით ამ მიზნების მიღწევაში კონკრეტულ მოსწავლეებთან მიმართებით. ამიტომ მიზნებს შეიცავს თვითონ დიზაინში გვაქვს ეს ერთ-ერთი კომპონენტი არის სწავლების მიზნები. აუცილებლად აქ არის განხილული საკითხები, ცნებები და სწავლის შედეგები და თქვენ იცით, რომ ეს მნიშვნელოვანი კომპონენტებია, რომელიც ჩანს ეროვნულ სასწავლო გეგმაში. ხმა დაიკარგა. არის მის ხმა. სალომე თქვენი ხმა არის. ხმა თქვენი ხმა გამოგერთო. არის მის სალომე. არის მის. დაიცი შეხმა. სალომე თქვენი ხმა არის მის. ავტომატურად გათიშულა კოლეგებო ბოდიში. დიდი ხანი ხო არ არის რაც გაითიშა, იმიტომ რომ მე კი ბატონო. მოკლედ რომ გავაგრძელოთ ჩვენ გვაქვს თვითონ ალტერნატიული სასწავლო გეგმის დიზაინ კომპონენტები არ შემდეგი რაზეც ახლა ვისაუბრეთ, რომ განხილულია სწავლების მიზნები. მეორე არის, რომ ჩანს ის კონკრეტული ცნებების სწავლის შედეგები და საკითხები, რომელიც უნდა დამუშავდეს საფეხურეობრივად და აქ გასათვალისწინებელია და მინდა ყურადღება მიაქციოთ ამ ნაწილს, რომ მოსწავლემ უნდა შეძლოს კონკრეტულ საკითხზე დაფუძნებით. ბოდიში მიკროფონები რო გამორთოთ, თან უნდა რომ გაუთიშო მიკროფონები. ერთი წამი. ილია. ბოდიში. მოკლედ ეცადეთ რომ გააკონტროლოთ თქვენი მიკროფონები. და მეთოდიკური ორიენტირები. მოკლედ ეს მიზნობრივი ნაწილი, ცნებები, სწავლის შედეგები და ასე შემდეგ რა პრინციპით არის, ასე ვთქვათ, განსაზღვრული, როგორც პრიორიტეტული სწავლების პროცესში, ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ აუცილებლად. უბრალოდ აქ მინდა ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ ზოგადად
ხშირად ესეთი მცდარი შეხედულებაა ხოლმე, რომ რადგან ალტერნატიული სასწავლო გეგმაა, გონიათ, რომ იქიდან მიზნები პირდაპირ უნდა ამოვიღოთ და მიუსადაგოთ ბავშვის, თქვათ, საჭიროებას. ეს ესე არ არის, დამეთანხმებით ალბათ, ვისაც პრაქტიკულად გიმუშავიათ ამ დოკუმენტზე, მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ის მიზნები და შედეგები, რომელიც არის განსაზღვრული ალტერნატიულ სასწავლო გეგმაში, დაზუსტდეს ასევე ბავშვის საჭიროებიდან, მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე. ანუ გამოვიყენოთ ამ სასწავლო მიზნების როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი, ან მათი კომბინაცია და ესე განსაზღვროთ მიღწევადი რეალისტური მიზანი და რელევანტური ბუნებრივია სწავლების კონკრეტული მოსწავლისთვის. ეხლა კი ვეცდები, რომ თვითონ შეგახედოთ იმ დოკუმენტს, რომელსაც ეხლა თქვენ იყენებთ, მეგობრებო, ეს არის ძველი ალტერნატიული სასწავლო გეგმის ვერსია, რომელიც იყო ადრეც დამტკიცებული და ამას იყენებდით და ცოტა გაუგებრობა გამოიწვია ალბათ იმან, რომ 2024 წელს დამტკიცდა ახალი კიდევ ალტერნატიული სასწავლო გეგმის ახალი დოკუმენტი, რომელიც ასე ვთქვათ, შედარებით მწირია და რაც მომისმენია კოლეგებისგან, ცოტა რთული გახდა ამ დოკუმენტის პრინციპების გაგება ამ დოკუმენტზე დაყრდნობით, როგორ შეიძლება შევქმნათ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, ალტერნატიული სასწავლო გეგმით მოსარგებლე მოსწავლისთვის და ვეცდები, რომ ორივე დოკუმენტი გაჩვენოთ ეხლა როგორ გამოიყურება და საკმაოდ ისეთი ძალიან ყურადღებით მინდა რომ იყოთ და ის აქცენტები, რომელსაც გამოვყოფ ეხლა, დავაკავშიროთ ერთმანეთთან და პარალელურად რამე კითხვა თუ გექნებათ, მოინიშნეთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მე უფრო დეტალურად გავარჩიოთ ეს საკითხი. მოკლედ, ეს არის ძველი ვერსია, რომელიცშიც ჩანს, ხა რაზეც გესაუბრეთ, სწავლების მიზნები, თუ რა ორიენტირი გვაქვს, რა მიზანი აქვს ამ დოკუმენტზე დაყრდნობით მოსწავლისთვის შეიქმნას ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და მოსწავლე მოვამზადოთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ. შემდეგ ამავე დოკუმენტში ხა თქვენ ხედავთ, რომ განხილულია ფეხურეობრივი სწავლის შედეგები და ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც გვაქვს საფეხურეობრივი სწავლის შედეგები მოგეხსენებათ თქვენ და ეს არ არის ახალი თქვენთვის. აქ ჩანს ბუნებისმეტყველების სტანდარტი. უბრალოდ მიკროფონები რო გამორთოთ, ხმაური დისკომფორტი შემცველი რო არ იყოს ეხლავე, სანამ რადგან ეხლა გვაქვს მაინც პრეზენტაციის პერიოდი, ეცადეთ რომ თქვენი მიკროფონები მერე უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმში როცა გადავალთ, მაშინ ჩართოთ მეგობრებო. აქ ჩანს მოკლედ მინდა ყურადღება გავაკეთო ამაზე, რომ სტანდარტის შედეგები გვიჩანს რამდენიმე საგანში და ალტერნატიული სასწავლო გეგმა, მოქმედი ალტერნატიული სასწავლო გეგმა რაც არის, ახლა დოკუმენტი არის 6 საგანში, ბუნებისმეტყველება, ქართული, მათემატიკა, ხელოვნება, მუსიკა და სპორტი და დაწყებით საფეხურზეა. გვაქვს მხოლოდ მოკლედ ეს დოკუმენტი. აქ ეხა არ ჩამოუყვები ამას და არ შეგაწყენთ დიდი ხანი, იმიტომ რომ ჩვენ სულ დავამუშავებთ ამ საკითხებს, მოკლედ შეიცავს შედეგებს, სტანდარტის შედეგებს და მინდა ეს გამოვყოთ კარგად, რაც მე ისგში დაგვჭირდება აუცილებლად და როგორ შეიძლება ამის გამოყენება ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში, ამასაც შევეხებით, ანუ სტანდარტის შედეგებს მოიცავს. აქვე ამავე დოკუმენტში არის ჩაშენებული კოლეგებო ცნებები და საკითხები და ეს სტრუქტურული ერთეული ახალი, ასე რომ ვთქვათ, რომელიც მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესს უკავშირდება და დიზაინს არ არის თქვენთვის უცხო და ახალი და ალტერნატიულ სასწავლო გეგმის დოკუმენტშიც ვხვდებით ჩვენ ამ ცნებებს და საკითხებს და აქ არის განსაზღვრული სწორედ ეს ცოცხალი და არაცოცხალი მცენარეები, შინაური და გარეული ცხოველები, რა ვიცი, აქ მოკლედ ჩაშლილია ეს და ამის საკითხვით თავს არ შეგაწყენთ. თავარია რომ ეს კომპონენტი ჩანს, რომ მივადევნოთ, შედეგი გვიჩანს
ცნებები და საკითხები ჩანს. მკვიდრი წარმოდგენები ეხლა არ ჩანს ინდივიდუალური, არ გვაქვს საჭიროება რომ ავსახოთ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის დოკუმენტში. ამიტომ სარეკომენდაციო ხასიათისაა, მაგრამ თქვენ მოგეხსენებათ რომ ცნების შინაარსი სწორედ დაზუსტ და მოცულობა დაზუსტებულია მკვიდრ წარმოდგენებში, და სწავლების მიზანიც არის რომ სწორედ ამ ცნების ამ შინაარსის გაცნობიერება, გააზრება მოხდეს სწავლების პროცესში მოსწავლეების მხრიდან. შესაბამისად, ამას რო შევხედოთ და რაღაცნაირად ის ფუნქციური შინაარსი, რაც უნდა გაიაზრონ მოსწავლეებმა, რაც არის რელევანტური უპირატესად კონკრეტული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის და ჩვენ ვიცით ეს, რომ მრავლობითი და ღრმა ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის არის ეს დოკუმენტი შექმნილი, კარგი იქნება, ვინაიდან და რადგანაც ის დაგვეხმარება უფრო ფუნქციური, საგნობრივად ფუნქციური მიზნების შერჩევა რომ შევძლოთ, ხომ? ბავშვების საჭიროებიდან გამომდინარე და მოკლედ როგორც ხედავთ არის ცნება, საკითხი, სწავლის შედეგი, ანუ სამივე კომპონენტი და აქვე არის ჩაშენებული მეგობრებო მეთოდიკური ორიენტირები, თუ რა ტიპის, ანუ სტრატეგიები უნდა გამოვიყენოთ, რომ ეფექტიანი იყოს სწავლების პროცესი კონკრეტული მოსწავლეებისთვის, ხომ? ანუ როგორ დავუგეგმოთ, ანუ რა ვასწავლოთ, ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანია და აქ რა ვასწავლოთ, ამაზე აკეთებს სწორედ ეს ქუდი თავსართი, ასე ვთქვათ, ხო, ცნებები, საკითხები და ეს სწავლის შედეგებია საგნობრივად განსაზღვრული და როგორ ვასწავლოთ, რა მეთოდები და სტრატეგიები გამოვიყენოთ, მოკლედ ესეც არის აქ ჩაშენებული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ ეს დოკუმენტი ძალიან კარგად წავიკითხოთ და დავამუშავოთ. ჩვენ ამ მეთოდიკურ ეფექტიან სტრატეგიებსაც შევეხებით, რომელიც ბუნებრივი არის ზოგადი და თითოეული მოსწავლისთვის უნდა მოხდეს ინდივიდუალურად შერჩევა, ისევ და ისევ ბავშვის შესაძლებლობების, საჭიროებების, ძლიერი მხარის სწავლის ტემპი როგორია, ხომ? და ყველა ძალიან ბევრია ეს კომპონენტი, რასაც ვეყრდნობით ჩვენ და ვითვალისწინებთ სწავლების პროცესში, მაგრამ ეს არის მოკლედ ზოგადი სტრატეგიებს როგორც აღნიშნე მოგვიანებითაც შევეხებით. ეხლა რაც მინდა რომ დაგანახოთ თქვენ და გარკვეულწილად ჩვენ პარალელები გავავლოთ ახლად დამტკიცებულ ალტერნატიულ სტანდარტსა და ამ დოკუმენტს შორის, აქ მინდა რომ ძალიან ესე წამომყვეთ მსჯელობაში და თუ რამე ისეთი იქნება მოინიშნოთ. მოკლედ ეხლა ნახეთ მუხლი 33, ზოგადი თქვენ იცით ეხლა კონსოლიდირებული ვერსია ატვირთულია მაცნე.js-ზე და ჩვენ გვაქვს ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის პირველ თავში განმარტებულია ალტერნატიული სასწავლო გეგმით მუშაობა წარიმართოს გონებრივი განვითარების მძიმე და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეთათვის. ამას ეროვნული სასწავლო გეგმა გვავალდებულებს და აღვნიშნეთ ასევე რომ ეს ფუნქციური უნარების, ასე ვთქვათ, დასწავლაზე აკეთებს აქცენტს და სწავლების მიზანი და პრიორიტეტული მიზანი სწორედ ეგ არის, რომ მოსწავლეს განუვითაროთ ის გლობალური მნიშვნელოვანი კომპეტენციები, რომელიც მას დაეხმარება დამოუკიდებელი ცხოვრება რო შეძლოს. შესაბამისად, ნახეთ ახლა აქ დააკვირდით განსხვავებას. აქ ჩანს სწავლის შედეგი და აქ თუ ამ დოკუმენტში თუ იყო შედეგი, იყო ცნებები და საკითხები, კიდევ ერთხელ მიუბრუნდები მოვნიშნე, რომ უფრო მკაფიო პარალელები გავავლოთ. სწავლის შედეგი ქონდა საფეხურეობრივი, იყო ცნებები და საკითხები განსაზღვრული და ეს თქვენ იცით ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შაბლონი და მოდით კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. შევხედოთ, რატომ ჭირდება მე ხა ამ ცნებების და ამ სტანდარტში ამ დოკუმენტების ურთიერთკავშირის გაცნობიერება თქვენი მხრიდან, კიდევ იმიტომ, რომ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შაბლონში ხა ეს ალტერნატიულით მოსარგებლე იქნება მოსწავლე თუ ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციით არის რეკომენდაცია გაცემული, რომ გაიწეროს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არსებითად მნიშვნელოვანი ეს არ არის.
ორივე შაბლონში ჩვენ უნდა გქონდეს ცნებები და ალტერნატიულში რა ტიპის მოდიფიცირებები შეგვიძლია ამაზე და სტრატეგიებზე გესაუბრებით, უბრალოდ გვაქვს სწავლის შედეგიც, ბუნებრივია ცნებებით, ანუ ეს მოსწავლემ უნდა შეძლოს ვიცით, რომ სწავლის შედეგია, ცნებებია განსაზღვრული, აგერ საკითხებზე დაყრდნობით ხდება შუალედური მიზნების განსაზღვრა, რომელიც განისაზღვრება თემის ფარგლებში და უნდა მიემართებოდეს აუცილებლად ცნებებს და თქვენ ის ვებინარიც მოისმინეთ, ასევე პერიოდულად მიმდინარეობს სკოლების მხარდაჭერა და არის ჩანი ხოლმე ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ტრენინგებიც, ამიტომ გაქვთ დარწმუნებული ვარ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, თუმცა თუ რამე ბუნდოვანი იქნება ამ კომპონენტებთან მიმართებით, ასევე შეგიძლიათ რომ დასვათ შეკითხვები და უფრო ნათელი გავხადოთ. უბრალოდ ISG-ს შაბლონში ჩვენ გვიჩანს ეს სტრუქტურული კომპონენტები, ერთეულები, რომელიც არის სტანდარტის განმსაზღვრელი, ხო? და ისევ რომ მიუბრუნდეთ ჩვენს დოკუმენტებს, ამ ახალ დოკუმენტში რომელსაც შედარებით გიზიარებთ, არის განსაზღვრული ეს სწავლის შედეგები, უბრალოდ აქ ყურადღება გაამახვილეთ, ეხლა ეს პრეზენტაციაშიც მქონდა გამოტანილი, მაგრამ ჯობია თვითონ ამ დოკუმენტით ვიხემძღვანელოთ და რაღაცნაირად უფრო კარგად გავიაზროთ. არის ესეთი ჩანაწერი. მოსწავლემ უნდა შეძლოს, ნახეთ, კონკრეტულ საკითხზე და ფუძნებით სამიზნე ცნების გაგება, გააზრება და სხვადასხვა ფუნქციურ კონტექსტში ეფექტიანად გამოყენება. ანუ აქ არ არის განსაზღვრული კონკრეტული ცნებები, რომელიც ჩანდა ამ დოკუმენტში, რასაც ახლა თქვენ იყენებთ, აქ ხო ჩანდა კონკრეტული ცნებები, მაგალითად ცოცხალი და არაცოცხალი. აგერ ესეც მოვნიშნოთ, მაგალითად ესე. ჩანდა სხეულის ნაწილები, მოკლედ ასეა განსაზღვრული ეს ცნებები ამ დოკუმენტში. შესაბამისად, მაგალითად ჰიგიენის დაცვა, ხო, ზრუნვა და ეს არის მოკლედ ცნებები, მაგრამ აქ ეს დოკუმენტი, ახალი დოკუმენტი ისეთი ჩანაწერია, რომელიც უფრო მოქნილია და მეტი ვარირების, ასე ვთქვათ, და მოქნილობის შესაძლებლობას გვაძლევს სწავლების პროცესში და მე ვეცდები, რომ ეს აქცენტები სწორად მოვიტანოთ თქვენამდე, სანამ ამ დოკუმენტის გამოყენების გზამკვლევი არ მომზადდება. ეს იმიტომ გახდა და არ მიკვირს, ასე ვთქვათ, განხილვის საგანი და შედარებით ბუნდოვანი, იმიტომ რომ ამ დოკუმენტს არ მოყვება გზამკვლევი როგორ შეიძლება მე ეს გამოვიყენო სწავლების პროცესში, კონკრეტულად რა სტრატეგიები დამჭირდება ამისთვის, ხო? მაგრამ აქ ღირებულება და მთავარი კონცეფცია, რაზეც მინდა რომ დაგაფიქროთ, არის ის, რომ პრეზენტაციასაც მიუბრუნდები, სწავლება უნდა წარიმართოს, ნახეთ, სწავლება უნდა წარიმართოს მარტიან ნაწილიდან მთელისკენ. ანუ შემეცნების გააზრების, ასე ვთქვათ, პროცესი ჩვენ ისე უნდა დავგეგმოთ კონკრეტული მოსწავლეებისთვის, რომ მთლიანად ცნება კი არ იყოს სამიზნე ორიენტირი, ნუ კონკრეტულ შემთხვევებში, არამედ შეიძლება თუნდაც ის საკითხი იყოს ჩვენი რაღაცა ფენომენი, კონკრეტული ორიენტირი, რომლის გააზრებით ნელ-ნელა მივდივართ ცნების მთლიანობითი გააზრებისკენ, რადგანაც ეს ნაბიჯები, რომელიც ასევე დამუშავდება ეს მთელი ნაწილიდან კონკრეტული ნაბიჯები, ასე დავარქვათ, რომელიც იქნება დაკავშირებული მოსწავლის ყოფით საგნებთან, ან ფუნქციურ კონტექსტთან, ბუნებრივია ეს სტრატეგია, ეს მეთოდოლოგია უზრუნველყოფს იმას, რომ ის შეძლებს ამ საკითხის ისე გაგებას, გაშინაგნებასაც ვეძახით ხოლმე ჩვენ ამას, ხო? გააზრებას, რომ ტრანსფერს შეძლებს, ანუ სკოლაში რომ ვასწავლე, მერე სახლში რომ მივა, ან მეზობელთან თუ ნათესავთან რომ ნებისმიერ გარემოში შეძლებს ამ დასწავლელი საკითხის და ცოდნის რეალურად გამოყენებას და ჩვენ ვიცით, რომ ფაქტობრივი ცოდნა არაფერია, თუ ის არ გამოვიყენეთ და პროცედურული და ვიცით, ცოდნის სამი კატეგორია არსებობს, ხო? ფაქტობრივი, პროცედურული და პირობისეული ცოდნა და ამ კატეგორიებს რომ მიემართებოდეს ჩვენი მეთოდოლოგია, რომ მოსწავლეებს
სწორედ პროცედურული ცოდნას ჩამოუყალიბდეთ და მე შეძლონ ამის გენერალიზება, ანუ ტრანსფერი ყოველდღიურ ყოფა ცხოვრებაში, ეს არის სწორედ ჩვენი დანიშნულება, მაგრამ აქ მთავარი აქცენტი ისევ და ისევ არის, რომ მე შემიძლია სასწავლო მიზნები ავიღო ისე, რომ რაც ესეგეშია განსაზღვრული, რომ ცნებაა და გრძელვადიანი მიზნობრივი ორიენტირი გვაქვს ცნებებად განსაზღვრული, ახალ ანუ ამ განახლებულ დოკუმენტში არის ესეთი ჩანაწერი, რომ კონკრეტულ საკითხზე დაფუძნებით სამიზნე ცნების გაგება, გააზრება მოხდეს და სხვადასხვა ფუნქციურ კონტექსტებში ეფექტიანად გამოყენება. რა ასე მინდა ეხლა კიდე თქვენი ყურადღება შევაჩერო, რომ ეს ეხლა ძალიან იდეურად არ განსხვავდება იმ დოკუმენტისგან, რაც თქვენ გვაქვს ეხლა, რასაც რეალურად ვეყრდნობით ხოლმე ალტერნატიული სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში და დაგაფიქროთ მოკლედ ასეთ საკითხებზე. ნახეთ, მოდით ქართულის სტანდარტს გავხსნი ეხლავე და მოდით მე მაქვს ცოტა უფრო დახლეჩილად, რომ ეხა ორიენტირება შევძლოთ ამ დოკუმენტებით მარტივად. უბრალოდ ეს თუ კარგად არ გავიაზრეთ, მე რეალურად რთული იქნება ხელმძღვანელობა ამ დოკუმენტით, ამიტომ ნახეთ, ქართულის ნაწილს გავხსნი, მოდით ქართულს შევხედოთ, ან მოდით მათემატიკას შევხედოთ. მათემატიკაში გვაქვს ალტერნატიული დოკუმენტი, ანუ ისგ-ს ალტერნატიული ერთი წამით, რამდენიმე წუთი დამჭირდება ეხლა, რომ სამიზნე დოკუმენტები გავხსნა. მათემატიკა ალტერნატიული სტანდარტი გავხსნი აგერ. აქ ეს უბრალოდ უფრო ორგანიზებულია ვიზუალურად, რომ იგივეა, რაც იმ დიდ დოკუმენტში იყო, რასაც გიზიარებდით, რაც თქვენ გაქვთ. აი ეს რო ავიღოთ, ეს არა, აი აქ მაქვს ეხავე 2019 რო აწერი, აი აქ მათემატიკის სტანდარტი აინახეთ, როგორ გამოიყურება. იგივე არის, უბრალოდ აქ ცნებები, მკვიდრი წარმოდგენები, რაღაც ერთობლივად არის. უბრალოდ აქ მარტივად შევხედოთ, გვიჩანს სწავლის შედეგები, მოსწავლემ უნდა შეძლოს მიმართულებების მიხედვით და აქვე არის განსაზღვრული კონკრეტული ცნებები და ერთ-ერთი ცნება არის რაოდენობა, რიცხვი და ციფრი. მეორე ცნება არის არითმეტიკული მოქმედებები რიცხვებს. ეხლა ჩვენ ვუყურებთ ალტერნატიულ სტანდარტს, რასაც თქვენ იყენებდით აქამდე და აწიც ეგ უნდა გამოვიყენოთ. ბუნებრივია, უბრალოდ მინდა რაღაც ეს კავშირები დავინახოთ კარგად. ნახეთ, მათემატიკის ალტერნატიულ სტანდარტში არის ესეთი ცნებები. შედეგები ვნახეთ, რომ აქ ეს შედეგებია მიმართულებების მიხედვით განსაზღვრული ცნება არის, რაოდენობა და რიცხვი, ცნება არის არითმეტიკული მოქმედებები რიცხვებზე, ცნება არის გეომეტრიული ფიგურები და ასე შემდეგ. მოკლედ აქ ჩანს ეს ასე ვთქვათ, ჩაშლილად ამ სტანდარტში რა არის ცნებები. ეხლა შევხედოთ ეროვნულ სასწავლო გეგმას, მეგობრებო. ანუ თვითონ კლასში რო შექმნას მასწავლებელმა კურიკულუმი რითი ხელმძღვანელობს, აქ ცოტა მაწვალებს ეს და დროს მაკარგინებს, მაგრამ ნახოთ ესეგ მათემატიკა, ანუ ეროვნული სასწავლო გეგმა, ანუ მათემატიკის სტანდარტს შევხედოთ, სადაც ნახეთ განსაზღვრულ სხვა ცნებები გვაქვს. ანუ თქვენ თუ მოსწავლესთან გიწერიათ, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით ააგოთ, შექმნათ დოკუმენტი, ისგ-ს დოკუმენტი მოსწავლისთვის, მაშინ, როდესაც ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას წერთ, აი ეს სამიზნე ცნება უნდა გამოიყენოთ. ანუ ისგ-ს შაბლონში, აი აქ მეცარიელი შაბლონი რომ მქონდა გაზიარებული, ისგ-ს აი აქ კი ბატონო, აი აქ ცნებების ჩამონათვალში უნდა დაიწეროს ეს სამიზნე ცნება, მათემატიკური მოდელი. ეხლა მინდა რომ ზუსტად პროცედურულად მე თვითონ დაგანახოთ, თქვენ მე ალტერნატიულზე დაყრდნობით როგორ უნდა შექმნათ, ხო? ერთი ცნება იყო მათემატიკური მოდელი, მეორე ცნება არის კანონზომიერება და მესამე ცნება არის ლოგიკა. აი ისევ გადავალ ახლა, აი ზუსტად. ეს არის ეროვნული სასწავლო გეგმა, შეგახსენებთ, სამი ცნება. და ჩვენ თუ ალტერნატიული არ უწერია მოსწავლეს, ამ სამიზნე ცნებასთან დაკავშირებით უნდა განსაზღვროთ, რა იცის მოსწავლემ და ნუ მოკლედ ეს გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრის პრინციპებიც ვიცით, ხო? ეხლა რა ხდება, კიდევ შევხედოთ ალტერნატიულს, რომელიც მქონდა გაზიარებული. ისევ რომ ლოგიკურად კარგად და მათემატიკა აი აქ რო გაგიზიარეთ, აქ გვაქვს ცნებები ალტერნატიულ სტანდარტში, ნახეთ, არ არის მათემატიკური მოდელი, არ არის კანონზომიერება, არ არის ლოგიკა. არის ესეთი რაღაცა, ნახეთ, რაოდენობა,
რიცხვი და ციფრი, არის არითმეტიკული მოქმედებები რიცხვებზე, ანუ ეს გვაქვს აქ მოვნიშნეთ კიდეც ცნებებად. ეხლა რომ ისევ დაუბრუნდეთ ეროვნულ სასწავლო გეგმას, ეს ხო იყო სამიზნეს რაღაც მთელი ორიენტირები, ასე რომ შევხედოთ. ჩვენ ვახსენეთ, რომ ალტერნატიულის კონცეფცია ეფუძნება, რომ მოხდეს ნაწილიდან მთლისკენ შემეცნება. ამ მსჯელობაში მინდა რომ წამომყვეთ ნაწილიდან მთლისკენ. და არა, ვთქვათ, ცნებების ზედაფუძნებული სწავლება ვამბობთ ჩვენ ხო, რაღაცა მთლიდან, მერე მთლის ნაწილებს ნელ-ნელა ვსწავლობთ და მოკლედ ეს მიმართება მოგეხსენებათ. ეხლა ნახეთ რა ხდება. STG-ს უბრუნდები ისე ეროვნულ სასწავლო გეგმას და ეროვნულ სასწავლო გეგმაში თითოეული, აი ნახეთ, მათემატიკური მოდელი არის ცნება, კანონზომიერება და ლოგიკა, რასაც თქვენ წერთ ISG-ში, როცა ალტერნატიულით არ ხელმძღვანელობთ. ამის ქვეცნებებს დააკვირდით გეომეტრიული ფიგურა, აქ არის გამოსახულება, რიცხვი და ასე შემდეგ, მოკლედ აგერ ჩანს რიცხვები და მოქმედებები, ალგებრა, გაზომვა, სტატისტიკა, მოკლედ მოქმედებები რიცხვებზე, განტოლება და მოკლედ ჩაშლილია ეს ამ ცნებაში, აგერ თქვენ ხედავთ, ქვეცნებებად და საკითხებად არის, ანუ ცნების შინაარსი და მოცულობა ჩანს აი აქ. ცნება ხო ეს ტერმინია, ქუდი ტერმინია, ქოლგა ტერმინია, რომლის შინაარსი დასუსტებულია ამ ქვეცნებების და საკითხების სახით. ეს ვიცით და ეს საგნობრივი სტანდარტი ასე აგებული და ასაგნობრივ სტანდარტზე დაყრდნობით ქმნით თქვენ სასკოლო კურიკულუმს, თქვენი კონკრეტული კლასისთვის კათედრები, ეს მოგეხსენებათ. ეხლა რა მინდა მთავარი სათქმელი, რას მიუბრუნდე, რომ ალტერნატიულ სასწავლო გეგმაში, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, გეგმისგან განსხვავებით, ნახეთ ეს საკითხები და ქვეცნებებად არის, ასე ვთქვათ, ჩაშლილი მიმართულებები. ნახეთ აქ ზუსტად რა გქონდა არითმეტიკული მოქმედებები რიცხვებზე, ნახეთ გეომეტრიული ფიგურებია ცნება, როგორც სამიზნე ორიენტირი, რაოდენობა, რიცხვი და ციფრია, აგერ გაზომვა, მონაცემები და ასე შემდეგ, ხო? აი სივრცეში ორიენტირება, ბრტყელი ფიგურები, სიდიდეები და ზომის ერთეულები. ესენი გვევლინება როგორც სამიზნე ცნებები. ანუ ვხედავთ, რომ უფრო ნაწილებია აღებული როგორც მიზნობრივი ორიენტირი, პატარ-პატარა ნაწილები, ვიდრე მთლიანი, ასე ვთქვათ, სამიზნე ცნება. შესაბამისად, აქ განსხვავება ISG-ს როცა ვაკეთებთ, რა იქნება ახლა, რასაც თქვენ აკეთებდით, რომ აქ მათემატიკური მოდელი კი არ გექნებათ, არამედ გექნებათ რიცხვი, კონკრეტული ან თუ ვიყენებთ ჩვენ კონკრეტულ მოსწავლესთან გიწევთ ალტერნატიული სასწავლო გეგმის შექმნა, გექნებათ აქამდე ამ პრინციპით ხელმძღვანელობდით, აი ალტერნატიული მაქვს გაშლილი, ხომ, სტანდარტი. ხო, აგერ კი ბატონო, აქ გექნებათ აი პირველი სწავლის პირველი ის რაც მოვნიშნე, რაოდენობა, რიცხვი და ციფრი. აი ბატონო, ამ ნაწილში თქვენ მათემატიკური მოდელის ნაცვლად გექნებათ ერთი სამიზნე ცნება, რიცხვი, რაოდენობა, რიცხვი და ციფრი და ჩვენ ვიცით, რომ ეს ცნება, რომელიც ალტერნატიულში გვიჩანს როგორც სამიზნე ორიენტირი, ეხა მივხვდით, რომ აი რიცხვთან მიმართებით, ანუ ცნება მათემატიკური მოდელის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ასპექტია, ხო? შინაარსია, კიდევ ბევრ შინაარსს მოიცავს, მაგრამ ერთ-ერთია, ანუ აქ გვევლინება ეს რიცხვი, ხო? ასე სხვა ფერით მოვნიშნოთ. რომ ასე, აი გეომეტრიული ფიგურაც გვაქვს, ესეც ეხა თუ მინდა რომ მეორე აქ თუ მაქვს ეხა ალტერნატიულ სასწავლო გეგმაში გეომეტრიული ობიექტები, როგორც აი გეომეტრიული ფიგურები, მაქვს როგორც მეორე სამიზნე ცნება და მომაქვს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში ალტერნატიული თუ ხელმძღვანელობ და აი აქ ვაშენებ მეორე შაბლონში აი ამას გეომეტრიული ფიგურები. ანუ ეს არის უკვე მიზნობრივი ორიენტირი, ხოლო შემდეგ როგორც ISG-ს ქმნით STG-ზე დაყრდნობით რა პრინციპიც არის, რომ ჯერ გავიგო ბავშვის წინარე უნარები, ანუ იგივე ცოდნის აქტუალური დონე, პრინციპი იგივეა ალტერნატიულ სასწავლო გეგმას როცა ქმნით, ანუ აქაც უნდა განისაზღვროს აი რიცხვთან, რაოდენობასთან და ციფრთან მიმართებით სად არის მოსწავლე, რამდენის ფარგლებში შეუძლია თვლა, დასახელება, რიცხვის რაოდენობასთან დაკავშირება, მეტობა ნაკლებობის განსაზღვრა, რასაც ახლა მათემატიკის პედაგოგები
კარგად იცით ეს, მაგრამ ეს მათემატიკა იმიტომ ავიღე, რომ ყველა დაწყებით საფეხური ყველასთვის გასაგებია და იმ ასპექტებს და სტრატეგიებს, რაც უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ ალტერნატიული სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში, უფრო ნათლად აღიქვამთ და დააკავშირებთ ერთმანეთთან. მე ასევე პარალელურად მაქვს შემუშავებული აქ, ნახეთ, რომ თქვენ გაიაზროთ კარგად ნიმუში, ეხლა უბრალოდ კეთებით გავაკეთეთ სარეალ ფორმაში, მაგრამ თან შემოგთავაზებთ მათემატიკის ალტერნატიულ გეგმას, აი შაბლონში როგორ შეიძლება სრული ფორმით ეს გამოიყურებოდეს. ნახეთ, აქ ჩანს ესეთი რაღაც, აი, რაოდენობა, რიცხვები და თანრიგები თუ არის 1 ან რიცხვი რაოდენობა, სამიზნე ცნება, ან ოღონდ ალტერნატიულიდან აღებული და ისევ მოვნიშნავ. აქ დაზუსტებულია, ნახეთ და ეს აქტუალური ცოდნის შეფასება, რომ მაქსიმალურად ჩვენ აღმავალი მეთოდებს გამოვიყენებთ შეფასების დაღმავალს თუ ეს მეთოდები, შეფასების მეთოდები თქვენ პედაგოგები ხართ და მეთოდოლოგია არ გეშლებათ, დარწმუნებული ვარ. მთავარია, რომ ზუსტად მრავალმხრივი ინფორმაცია მივიღოთ ჩვენ მოსწავლის უნარების შესახებ, ანუ თუნდაც ის მინიმალური ძალისხმევა, რომლის სიკეთებაც შეუძლია მოსწავლეს კონკრეტულ ორიენტირთან მიმართებით არ უნდა გამოგრჩეს და მრავალფეროვანი მეთოდებით უნდა შევაფასოთ მოსწავლე და ეს შეფასების შედეგები წლის დასაწყისში თქვენ იცით, ახლად იდენტიფიცირებულ მოსწავლესთან მიმართებით ერთი თვე გაქვთ, თქვა პირველი კლასში თუ შემოვიდა მოსწავლე და ერთი თვე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი დროა იმისთვის, რომ სწორედ მთლიანობითად დაინახოთ ბავშვის რესურსის შესაძლებლობები რა არის ძლიერი მხარე სად უჭერს მოსწავლე და ეს მიღებული შედეგები ჩაიწეროს აი ამ შაბლონში, ხო? და აქ ეხლა სანიმუშოდ მაქვს ჩაწერილი, თქვა ჰიპოთეტურად კონკრეტულ მოსწავლემ რა იცის ალტერნატიულ სასწავლო გეგმაში განსაზღვრულ ერთ-ერთ ცნებასთან მიმართებით, მაგალითად ნახეთ დააკვირდით რაოდენობა, რიცხვები და თანრიგებია სამიზნე ცნება. და ესე გამოიყურება, რომ მოსწავლეს შეუძლია რაოდენობის რიცხვთან დაკავშირება 10-ის ფარგლებში, ანუ საყრდენების გამოყენებით. მოსწავლეს შეუძლია რიცხვის დასახელება ცნობა წერა 20-ის ფარგლებში და ესმის მეტობა ნაკლებობა და ვიზუალურ თვალსაჩინოებაზე დაყრდნობით 10-ის ფარგლებში არკვევს ცოტა რამდენია და ბევრი რამდენია, ხომ? ანუ ეს არის პირობითად ხა ვრცელი ინფორმაცია არ მოვიტანე ბუნებრივია, უბრალოდ პრინციპები რო დაინახოთ კარგად, ალტერნატიულ სასწავლო გეგმაში განსაზღვრულ ცნებასთან მიმართებით არის ასე ვთქვათ განსაზღვრული ბავშვის ამჟამინდელი შესრულება, ხო? რა აქტუალურ ცოდნის დონეს ფლობს კონკრეტული მოსწავლე. შემდეგ ზუსტად იგივე პრინციპით უნდა გაგეკეთებინათ თქვენ გრძელვადიანი მიზნები, ანუ ცნება გადმოდის ჩვეულებრივად, რაც შეაფასეთ, ვთქვათ, აქ ცნებების რაოდენობა გაიზრდება, ბავშვის შესაძლებლობიდან გამომდინარე შეფასების პროცესში ახლა შეიძლება კონკრეტული ცნება გაზომვა იყოს კიდე არის ერთ-ერთი სამიზნე ცნება, შეაფასეთ მოსწავლე და თუნდაც იმ ბაზისურ რაღაც უნარებს ვერ ხედავთ ამ ბავშვში, ცნება გადმოგაქვთ, მაგრამ ნუ შეიძლება ღია იყოს ან ძალიან მწირი ინფორმაცია გეწეროთ ამ ბავშვის შესაძლებლობების შესახებ. თუმცა რა ცნებებსაც შეაფასებთ, იგივე ცნებები უნდა გადმოვიტანოთ გრძელვადიან მიზნებში და უკვე ლოგიკურად აქტუალურ ცოდნაზე დაყრდნობით უნდა განსაზღვროთ გრძელვადიანი წლიური მიზნები. შეგახსენებთ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს და განსაკუთრებით ყველა მოსწავლესთან ხო ძალიან მნიშვნელოვანია რეალისტური მიღწევადი მიზნების და რელევანტური მიზნების და იმ რელევანტურობაზე და ფუნქციურ საჭიროებაზე ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ დასაწყისში და ალტერნატიული სტანდარტი ხო განსაკუთრებულ მნიშვნელობას სწორედ ამას ანიჭებს, რომ მე მაგალითად უაზროდ 100-ების 33-100-ს დასწავლა კი არ უნდა იყოს ჩემი ორიენტირი, თქვა დაწყებით საფეხურზე, არამედ 500 ვასწავლე, იმ 500-სგან ეს 500-ც უნდა იყოს ისე გავთვალო, რომ ფუნქციური იყოს, მინიმუმ მისი სახელის დაწერა შეძლოს ბავშვმა, ხო? მაგალითად სალომე თუ მქვია, ეს ჩემს სახელში შემავალი ასობგერები უნდა იყოს პრიორიტეტული და ჩვენ ვამბობთ აი რელევანტური მიზნების შერჩევა ფუნქციურად რო შეძლოს მერე ამ ცოდნის დემონსტრირება მოსწავლემ და პრობლემის გადაჭრა თუ ასე შემდეგ, ამაზე უნდა თითოეული პედაგოგი უნდა დაუფიქრდეთ, რა არის ის ბაზისური ფუნქციური უნარები, რაც ყოველდღიურ ყოფაცხოვრებაში გამოადგება მოსწავლეს და არა ის რომ მე მივყვე მექანიკურად და 33-ვე ასობგერა ვასწავლო, იმიტომ რომ 33 ასოა ქართულ ანბანში და ბავშვმა ბავშვს თუ არ შეიძლება მარცის შინაარსის გაგება და ასე შემდეგ თანხმდებით ყველა რომ ეს ვერ იქნება
რელევანტური და ფუნქციური კონკრეტული საჭიროების მქონე მოსწავლისთვის. ამიტომ აქ რა აქცენტებსაც ვისთვალის და როგორც ისგში გვაქვს და გაზომვადი იყოს, რელევანტური იყოს ბავშვის შესაძლებლობების, იყოს მიღწევადი, რეალისტური. ანუ მე რო ეხა ბავშვი, თქვათ, მეოთხე კლასშია ეს კონკრეტული მოსწავლე და ჯერ მხოლოდ 20-ის ფარგლებში შეუძლია რიცხვების ცნობა დასახელება და მოდი მიზანი ეხა ძალიან სურვილი კი მაქვს, რომ 100-ის ფარგლებში ვასწავლო, მაგრამ ტემპს ვაკვირდები, როგორ რა მოცულობის ინფორმაციის გააზრება შეუძლია მას კონკრეტულ პერიოდში, ანუ ამაზე დაყრდნობით ლოგიკურად საზღვრავ იმ არეალს, ანუ ინფორმაციის მოცულობას და შინაარსის სიღრმეს, რაც შესაძლოა რომ მოსწავლემ გაიგოს და მიაღწიოს კონკრეტულ, ასე ვთქვათ, პერიოდში. ხო და ჩვენ ვიცით, რომ ეს მიზნები უნდა იყოს წლიური და ალტერნატიული სასწავლო გეგმით, როცა სარგებლობს და ალტერნატიულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობითაც, როცა გვინდა რომ ჩვენ მოსწავლეს დაუსახოთ მიზნები, იგივე პრინციპები არის გასათვალისწინებელი. და უფრო მკაფიოდ უნდა ძალიან სპეციფიკურიო, რომ ვამბობთ ჩვენ, აი ეს სწორედ სპეციფიკური, გაზომვადი, რელევანტური, რეალისტური, ხო, ესეთი და დროში განსაზღვრული და ნუ ხვდებით, რომ წლიურია, ესეთი მიზნების ფორმულირება გვჭირდება. მოკლედ, ეს იყო აქტუალურ ცოდნასთან და გრძელვადიან მიზნებთან დაკავშირებით, რა შეიძლება გავაკეთოთ, თუ ჩვენ გვაქვს დასკვნაში მითითება, რომ დავეყრდნოთ ალტერნატიულ სასწავლო გეგმას, რომ ალტერნატიულიდან გადმოგვაქვს ის სამიზნე ორიენტირები, რაც არის კონკრეტულ საგანში ალტერნატიული სასწავლო გეგმით განსაზღვრული და ვაფასებთ მოსწავლეს და მოკლედ განსაზღვრავთ მიზნებს. მაგრამ ეს მოკლედ მაინც რომ ნიმუშის სახით წარმოგიდგინეთ და მე უკვე მოკლევადიანი მიზნები და აქტივობები რო არის თემატურად, ესეც ნაცნობია თქვენთვის ეს შაბლონი, არც დაახლოებით ეს შევსებული ვარიანტია. ეხა რაზე მინდა რომ თქვენი ყურადღება შევაჩერო, არის ის კონცეპტუალური ნაწილი, რაც მინდა რომ კარგად გავიაზროთ, კიდევ რაც გვიჭირს ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ რო ვამბობთ, ბავშვს აქვს მრავლობითი სირთულეები, ხშირად გვიჭირთ ხოლმე იმ თუნდაც აქტუალური დონის შეფასება, ან საიდან დავიწყოთ, ანუ პროცესში ჩდება ხოლმე ძალიან ბევრი შეკითხვა და განსაკუთრებით თქვათ ქცევითი სირთულეები როცა აქვს მოსწავლეს, იქ კიდე კომპლექსური მუშაობა საჭირო და ინტერდისციპლინური თანამშრომლობა სხვადასხვა სპეციალისტების და ამაზე კიდე მოგვიანებით ვისაუბრებთ ჩვენ აუცილებლად, იმიტომ რომ ეს არის ის ბარიერები, ხელისშემშლელი ბარიერები, რომელსაც თქვენ შეიძლება თვლიდეთ ну, ასე ვთქვათ, ну, ბარიერი ავტომატურად მიგვანიშნებს, რომ გვიშლის ხელს, რომ სასწავლო შედეგებზე გავიდეთ კონკრეტულ მოსწავლესთან, მაგრამ აქ არის პრიორიტეტული ის, რომ ჩვენ როგორ ჩავხსნათ ეს ფაქტორები, რომელიც ხელს უშლის მოსწავლეს, რომ შევძლოთ მასთან მისი უნარების შესაბამისი შედეგების, ასე ვთქვათ, მიღწევა და მოსწავლემ შეძლოს ამ უნარების დემონსტრირება მისი ყოველდღიურ ყოფაცხოვრებაში ადაპტაციით, ხო? და ამ უნარების გამოყენებით ორიენტირება რომ შეძლოს. კარგით, ეხლა აქ ეს პირველი ასპექტი, რაც მინდოდა გაგეთვალისწინებინათ და დაგეკავშირებინათ ერთმანეთთან, გამოიყურება ასე, კოლეგებო. ეხლა კი ისევ მინდა დავუბრუნდეთ, რომ დიზაინი შევადარეთ თქვენ დოკუმენტი, რომელიც გვაქვს აქ, ძალიან კარგია და რომ შევაჯამოთ, თუ გვაქვს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცნებები და ცნების ქვეცნებები და საკითხები რო გვიჩანს ეროვნულ სასწავლო გეგმაში, სწორედ ეს საკითხები გვევლინება ალტერნატიულ სასწავლო გეგმაში, როგორც სამიზნე ორიენტირი და ხვდებით, რომ ეს არის ნაწილები, რომელიც ნელ-ნელა უნდა დამუშავდეს, რომ მე გავამთლიანოს ხო მოსწავლე, ანუ ნაწილიდან მთლისკენ, სააზროვნო უნარები თქვენ იცით ინდუქციური და დედუქციური გვაქვს, მთლიდან ნაწილისკენ და ნაწილიდან მთლისკენ და ჩავთვალოთ, რომ ეს შემეცნების პროცესი სწორედ აქ არის, აი ამ პატარა ბიჯებიდან ნელ-ნელა როგორ აფართოვებს მოსწავლე იმეცნებს რაღაც წარმოდგენებს სამყაროს შესახებ პირობითად, ხო? მოკლედ, ეხლა კი პრეზენტაციას მიუბრუნდები და ალტერნატიული სასწავლო გეგმა, უბრალოდ აქ შევხედოთ ახალ დოკუმენტს და აქვე პრინციპში არის მითითებულია თქვენთვის ნაცნობია და ყველა ის დოკუმენტი, რომელსაც მე გამოვიყენებ ასევე პრეზენტაციის დროს აიტვირთება და იქნება თქვენთვის ხელმისაწვდომი, ამასაც გავაჟღერებ აქვე კოლეგებო.
აი აქ ხვდებით რომ ეს ჩანაწერიც პრინციპულად არ განსხვავდება იმ დოკუმენტისგან რომელთაც ხელმძღვანელობთ თქვენ უბრალოდ მე ვახსენე რომ უფრო მეტი მოქნილობის შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენ სწავლების პროცესში და ეხლა გაგიზიარებთ კოლეგებო და თქვენ დარწმუნებული ვარ ყველას გაქვთ უკვე წლის სწავლის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი კვირის ვადისა თქვენ იცით რომ პედსაბჭომ უნდა დაამტკიცოს სასწავლო კურიკულუმი რომელიც აჩვენებს გზას როგორ ავითარებთ თქვენ მოსწავლეებს წლის განმავლობაში ხომ ასეა შესაბამისად მე ერთ-ერთი საგნის აი მათემატიკას რადგან მათემატიკის ნიმუშს რადგან განვიხილავ მათემატიკის კურიკულუმს გაგიზიარებთ მოდით პირველი კლასის მათემატიკის კურიკულუმი კლასში რა პროცესები მიმდინარეობს რა თემები მუშავდება რა საკითხები მუშავდება რა ცნებები მუშავდება როგორ წარიმართება სწავლას ანუ პროცესი როგორ გაქვთ დაგეგმილი სწორედ ამას აჩვენებს ეს კურიკულუმი ხომ ასეა შესაბამისად აი მაინც რომ ეს საუბარი იყოს უფრო ნათელი და მკაფიო გაგიზიარებთ ნიმუშს ერთ-ერთი კურიკულუმისას და აქ ჩანს სწორედ რამ პირველ კლასში აი ნახეთ თემები ცნებები და ეს სამი ცნება იყო მათემატიკური მოდელი კანონზომიერება ლოგიკა და აქ არის ჩაშლილი ეს საკითხებად ორიენტირება სიბრტყეზე ხომ რომელია დიდი რომელია პატარა მოკლე ანუ შედარება გაზომვა ხო ერთ-ერთი და ჩვენ ვიცით რომ ალტერნატიულ სასწავლო გეგმაში იყო გაზომვა და ალტერნატიულ სასწავლო გეგმაში ჩვენი სამიზნე ორიენტირი კონკრეტულ მოსწავლესთან იქნება ბუნებრივია ისგ-ში აი აგერ გაზომვა ხო ჩავხურა ეს დოკუმენტი მე მგონი ანუ გაზომვა გვექნება ორიენტირად და კურიკულუმში კი ბატონო ნახეთ აქ მე რაღაც ამ პერიოდში როცა ამ თემაზე მუშაობ შეიძლება იყოს 3 კვირა 4 კვირა თქვენ ამ პრინციპით მუშაობთ ეს არ არის უცხო და ახალი შეიძლება ბევრ საკითხებს განეხილავთ კლასში ბუნებრივია ანუ საკითხთა მოცულობა და შინაარსი ბევრად მეტია რაც არის სასკოლო კურიკულუმით განსაზღვრული კონკრეტულ საგანში და ჩვენ ადაპტირებული კურიკულუმი გვჭირდება ხომ ალტერნატიული სასწავლო გეგმით მოსარგებლე მოსწავლისთვის მაგრამ ეს თემატური კონტექსტი არ უნდა გავითვალისწინოთ. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რომ თქვათ გეომეტრიულ ფიგურებზე და ან რა ვიცი რიცხვებზე თუ ოპერირებაზე თუ მუშაობს კლასი მე გაზომვა არ უნდა მქონდეს ამ ბავშვთან მოდი აბა სახაზავი გამოიყენებ და ეს ფანქარი გამიზომე ამ ტიპის დავალებები არ უნდა შევთავაზო. ნიშნულოვანია რომ რაღაც ეს თემატური ორიენტირი იყო შენარჩუნებული თუმცა აქ ხედავთ რომ აი რამდენით მეტია რამდენით ნაკლებია საკითხები რამდენით მიუმატოთ შეკრება გამოკლება გამრავლება გაყოფა ანუ შინაარსი ამ ცნების ფარგლებში რაც მუშავდება არის ძალიან ბევრი და ჩვენ შეგვიძლია ბავშვის მზაობიდან გამომდინარე შესაძლებლობებიდან გამომდინარე ეს საკითხთა კლასტერი იყოს კონკრეტულ ბავშვის უნარებზე მორგებული და რელევანტური ბუნებრივია ხო? ანუ ამათგან ვარჩევთ მოსწავლის უახლოესი განვითარების ზონიდან რეალისტურ და რელევანტურ სამიზნე ორიენტირებს, ხო? მაგრამ ხედავთ, რომ ეს თემატური კონტექსტი ის რაც ხდება კლასში იქნება შენარჩუნებული. და კი აი აქ შევხედო, აქ შეიძლება რაღაცა მიმატება გამოკლებაზე ვერ ვართ საერთოდ და ვართ რიცხვის რაოდენობასთან დაკავშირებაზე. მაგრამ ნახეთ, აქ მიმატება გამოკლება, მეტობა, ნაკლებობა, წინამომდევნო რიცხვები, რამდენით გაიზარდა, რამდენით შემცირდა შედარებებია კლასში, თუმცა მე მაქვს ძალიან კონკრეტული ორიენტირი რომ სამი ფანქარი მივეცი, თქვა სამის ფარგლებში რაოდენობის დისკრიმინაცია რო შეძლოს, ანუ რამდენი ვაშლი გაქვს, ან რამდენი, რა ვიცი, ძალიან ფუნქციურად იქაც ეს ობიექტები, რომელსაც გამოვიყენებთ ჩვენ რომ ასე ვთქვათ, ოპერირების დროს რომ მოსწავლემ ეს დააკავშიროს, ანუ მისთვის ნაცნობი საგნები უნდა გქონდეს, ხო, რეალურად თან მრავალმხრივად ვიმუშაოთ და უფრო ფუნქციური იყოს, მოკლედ მოსწავლისთვის და თან რაოდენობის ცნების დამუშავება მოხდება და რაოდენობის ცნება რამდენად ფუნქციურია და აუცილებელი ყველა ხვდებით ხომ ამას. ანუ პრინციპი აქ ეს არის რომ მე მაქვს აგერ კურიკულუმი კლასში რა პროცესები მიმდინარეობს და მაქვს ალტერნატიული კურიკულუმი, ალტერნატიული სტანდარტი ბოდიში და ალტერნატიულ სტანდარტზე დაყრდნობით ვქმნი ამ კურიკულუმის ადაპტირებულ ვარიანტს, რომელშიც
რომელშიც ვახდენ კლასში განსახილველ საკითხთა რაოდენობრივ ან თვისობრივ ან მათ კომბინაციას, ხო, ანუ მოდიფიცირებას ორივეს ვიყენებ. რაოდენობრივადაც ვამცირებ და თუ კლასი და ეხლა მათემატიკის სტანდარტი მქონდა აქ გაშლილი და მოდით შევხედოთ, ნახეთ განსაზღვრულია, რომ პირველ კლასში მოცულობა სიღრმე საკითხის გააზრების, ანუ არის 20-ის ფარგლებში უნდა ვასწავლო, მაგრამ მე ჩემს კონკრეტულ მოსწავლესთან შეიძლება მხოლოდ 5-ის ფარგლებში ან 3-ის ფარგლებში ვოპერირებდე, ანუ მქონდეს განსაზღვრული მიზანი. ანუ ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ შეკრება გამოკლებაზე ვერ ვიყო საერთოდ, ანუ საერთოდ ამოვარდა ეს, ანუ მოხდა რაოდენობრივი შემცირება და აქაც ვახდენ თვისობრივ მოდიფიცირებას, ანუ ვამცირებ მოთხოვნებს. ანუ ეს თუ არის კონკრეტულ ცნებასთან მიმართები, ანუ თემატურ ასპექტში დასამუშავო მოთხოვნა, რომ ყველა მოსწავლესთან ამ შედეგებზე გავიდეთ, ანუ ასე ვთქვათ, სასწავლო შედეგი უნდა დავდოთ ეს, მე მაქვს ალტერნატიული კურიკულუმი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის სახით, რომელშიც მაქვს ასე ვთქვათ დაზუსტებული მიზნობრივი ორიენტირები. და არის, მაგრამ კავშირშია ამასთან. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ თუ გააქვთ ესეთი, ნახეთ, თემატურად და ვიცით ჩვენ რომ წიგნებშიც ეს თემები არის განსაზღვრული და საკითხებიც მასწავლებლის წიგნშიც ძალიან კარგად ჩანს ეს. თუ ასეთ კურიკულუმებს დაეყრდნობით, ეხლა მე როგორც არა მათემატიკის სპეციალისტი, ეს კურიკულუმი როცა მიდევს, ანუ სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, ანუ როგორც მუშავდება კონკრეტული თემა, ძალიან კარგად შევძლებ ჩემს მოსწავლეს თუ ვიცნობ, ალტერნატიული კურიკულუმი, ასე ვთქვათ, ადაპტირებული კურიკულუმი შევთავაზო ალტერნატიულით მოსარგებლე მოსწავლეს, სწორედ მოსწავლის მზაობიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე, თან მათემატიკაში გავითვალისწინო ეს ფუნქციური რაც არის, მოკლედ ეს ასპექტები. ეხლა ამ ფუნქციურ ასპექტებზე მინდა რომ შევაჩერო თქვენი ყურადღება, მეგობრებო, კოლეგებო და შევხედოთ ამას, ნახეთ, ეს გაკეთებული გვაქვს ჩვენ და აი რა არის ის ფუნქციური ორიენტირები, რაც აი ნებისმიერი პედაგოგი რომ დაფიქრდეს, აი ხშირად მქონია დიალოგი ქიმიის, ფიზიკის პედაგოგებთან და ესეთი უკავშირი მოდის ხოლმე, რომ აი ბავშვმა ჯერ ეს არ იცის და რა დროს ქიმია, ანუ ქიმია როგორ უნდა ვასწავლო და ნუ მე მსჯელობთ იმასთან დაკავშირებით, რომ აი ქიმია არის ჩვენი ყოველდღიურობა, ფიზიკაც ჩვენი ყოველდღიურობაა, ხო და მინიმუმ ის რომ ფიზიკაში ელექტრო რაღაცა მოკლედ დენის წყაროს და რაღაცებს რომ განვიხილავ, თუნდაც ფიზიკა დავაკავშირო ის კონკრეტული საკითხი ჩვენ ვაბობთ ნაწილიდან მთელისკენ, ანუ ჩემი მიზანი არ უნდა იყოს, რომ რაღაც იქ იმის ნიუტონის კანონები დაისწავლოს ზეპირად და ასე შემდეგ. ცხადია არა, ანუ მე ჩემს საგანში უნდა დავინახო ის ფუნქციური შინაარსი, რომლის გააზრება და გაგება მოსწავლეს თუნდაც უსაფრთხოების დაცვაში დაეხმარება, რა ხელით არ შეეხოს დენის წყაროს, რა არის გამტარი, ხო, იქ რკინ მეტალით თუ შეეხება, მაგრამ პლასმასის სხვა ანუ ესეთ დონეზე უნდა დავინახო მე როგორც მასწავლებელმა ჩემს საგანში განსაზღვრული ცნებები და ცნების შინაარსი და მოცულობა, რომელსაც მე ეროვნული სასწავლო გეგმა რომელსაც მთავაზობს როგორც პედაგოგს და ეს ისე ჩავშალო, ისე დავიდე, აი ძალიან დაბლა შრეებში უნდა ჩავიდეთ და აი მართლა ამის იქით რა არის, ამის იქით აი კიდე ყველაზე ბაზისური და ის ყველაზე ბაზისურში უნდა დავინახოთ ან ფუნქციური კავშირი რომ უსაფრთხოება დაიცვას მინიმუმ, ხომ? ქიმიაც ხო ჩვენი ყოველდღიურობაა და ესე რომ დაფიქრებულან პედაგოგები, მე მართლა ძალიან ბევრი იდეა წამოსულა, რომ აი ხა ამაზე ვამუშავებ და თქვენ ხართ სრულიად მოქნილი კოლეგებო, ისა გაქვთ შესაძლებლობა, რომ აი სწორედ ასე შეხედოთ თქვენ საგანს და როდესაც გყავთ მრავლობითი და მძიმე, ვთქვათ, დარღვევებით მოსწავლე, რომელსაც შედარებით აი ესეთი წირი უნარებით არის, ცხადია თუ ჩვენ სწორად რჩეული მიზანი არ გვექნება და რაღაც დიად მიზნებს დავისახავ და კი შეიძლება ჩვენ ეს გულით გვინდოდეს რომ ამ მიზნებზე გავიყვანოთ მოსწავლე, მაგრამ ის იქნება არა რეალისტური, არა მიღწევადი მოსწავლისთვის. საერთოდ უნაყოფო და უშედეგო იქნება ჩვენი ძალისხმევა. ამიტომ ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, უბრალოდ დავაკვირდეთ მოსწავლეს, მოვუსმინოთ, მშობელთან აქტიური კომუნიკაცია და ჩვენ ერთ-ერთი საკითხი გვაქვს სწორედ ის, რომ მულტიდისციპლინარული მიდგომა აქ ძალიან მნიშვნელოვანია.
თუ ბავშვი თერაპიაზე დადის თერაპევტი, ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი, რომ აი მართლა რა არის ის ღირებული, რა იქნება, რაზეც მე უნდა ვიმუშაო კონკრეტულ მოსწავლესთან, იმიტომ თუ ასე არ ვიმუშავე და არ დავგეგმე, საერთოდ განიარაღებული გადის, იმიტომ რომ ჩვენ ცოდნა და უნარები არის ჩვენი იარაღი, დამეთანხმებით, რომელიც გვეხმარება, რომ გადავჭრათ ჩვენს ყოველდღიურ ამ ცვლად გარემოში დამდგარი საჭიროებები და თუ მე სკოლა არაფერს არ მაძლევს, როგორც მოსწავლეს და ესე შიშველი ცარიელი გავდივარ, ბუნებრივია არც მზად ვარ დამოუკიდებელი ცხოვრების და სულ სხვაზე დამოკიდებული ვიქნები. და ბუნებრივია ჩვენი როლი ამ პროცესებში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბავშვის შესაძლებლობების, აი რა პოტენციალიც აქვს, ამ პოტენციის გაღვევებაში დავეხმაროთ, ხო? და თითოეული მარცვალი შეიძლება ასე შევხედოთ. მარცვლის ოდენა შეიძლება იყოს ის, რასაც ჩვენ მაგას მივცემთ ჩვენი სწორად დაგეგმილი შერჩეული მიზნებით, სწორად დაგეგმილი მიმართული მორგებული სტრატეგიების გამოყენებით იყოს აი ძალიან ფუნქციური და რა ვიცი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი კონკრეტული მოსწავლის შემთხვევაში და თუ ჩვენ ამას დავაკლებთ, ჩავთვალოთ, რომ ძალიან ესე ვტოვებთ მოკლედ მოსწავლეს უიარაღოთ ხომ და სხვაზე დამოკიდებულს ვხდით. მოკლედ, ეხლა რაც შეეხება აქ და რა არის, ხა თქვენ აქ გიჩვენთ კოლეგებო, კონკრეტულ საკითხებთან და ცნებებთან მიმართებით ის საგნობრივად რა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, რაზეც ვორიენტირდეთ უნდა სწავლებით პროცესში. მაგალითად, ნახეთ რიცხვების ამოცნობა და დასახელება და განსაკუთრებით ფუნქციური იქნება აი ფულის ერთეულებზე რო შეძლოს გადატანა. ანუ მე კი ვაწერინება აქ ვახატნებ, მაგრამ თუ ბავშვს გაუჭირდა გენერალიზება და აქ რო ორიანს მიწერს და ორლარიან მონეტას რომ მივაწოდებ და ვერ ხვდება რომ ამის გადაცვლა შეუძლია მას და ფუნქციურად გამოყენება, მაშინ ჩემი უბრალოდ მექანიკური გამოწერა ამის და ეს ორიანია სახელდება უფუნქციო იქნება მოსწავლისთვის. ჩვენ მხოლოდ ცოდნისთვის არ ცოდნა არ არის ჩვენი ორიენტირი, რომ მხოლოდ ცოდნი დავხუნძლოთ ეს მოსწავლეები. არამედ შეძლონ ამ ცოდნის ფუნქციური გამოყენება ყოველდღიურ ყოფაცხოვრებაში და დამეთანხმებით, რომ მე თუ ამ რიცხვებს რო და რაოდენობას რო ვასწავლი, მე ამის ტრანსფერი არის ის, რომ აი ფულით ანუ მონეტები და ვალუტების გამოყენება შეძლოს და მინიმუმ რო წყალი რო წყურია შეძლოს იყიდვა ამის და თქვათ რამ გამოთვლა ყოფნის თუ არა ის ბიუჯეტი რაც მას აქვს ხომ რომ იყიდოს და დაიკმაყოფილოს თუნდაც ის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება ამ შემთხვევაში ხომ ფასის აღნიშნულ ეტიკეტებზე რო აი რამდენი აი თუნდაც აქ რო ზუსტად ამას მიემართება ეხა ხომ რომ განსაზღვროს ბიუჯეტი და ამის მაგალითი იყო ზუსტად წამლის ყუთებზე ტელეფონის ნომრებში მაგალითად სადარბაზოს კოდი რო აკრიფოს და ეს ციფრები თავის სახლში ბინაში რო შევიდეს ხო სჭირდება ეს ორიენტირება და მე იქ გადაიტანოს მე რასაც აქ ვასწავლი და ყოველთვის როცა რაღაც მიზნებზე ვმუშაობთ მარტო კლასში არ უნდა დარჩეს ეს ჩვენ როცა საუბრობთ მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებზე ბუნებრივი ანუ საჭიროების მქონე მოსწავლეებზე აქ კომპლექსური მუშაობა არის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი და აქ რას გულისხმობთ ჩვენ რომ მე პარალელურად იქ თერაპევტი სხვა გარემოშიც უნდა მოხდეს ამაზე მუშაობა გამტკიცება მშობელს უნდა ვთხოვო რომ აბა ეს ციფრები მოდი და შენი დახმარებით და იქ მეტიდან ნაკლებიდან მეტისკენ დახმარება ხო მოკლედ ამ სტრატეგიებზე კიდე ვისაუბრებთ გამოიყენ ანუ განამტკიცე ეს ცოდნა და აქ მარტო მასწავლებელი და მეც ვერაფერს ვერ ვაკეთებთ ხომ მოსწავლე როგორ მასწავლებელი და მოსწავლე მშობლის ჩართულობაც არის ძალიან ღირებული რომ ფუნქციურ კონტექსტებში კიდე დამატებით განამტკიცებინოს მოსწავლეს ეს ცოდნა რომ ძალიან კარგად და მყარად ჩაშენდეს მოსწავლის ცნობიერში ხანგრძლივ მეხსიერებაში აი რიცხვი და რაოდენობასთან დაკავშირებული წარმოდგენები და მე ამის ფუნქციური გამოყენება როგორ შეიძლება ხო ასე რომ ასეთი ტიპის მუშაობა ნამდვილად მოგცემს ჩვენ შედეგებს და აქ ხედავთ ხო ტელეფონის ნომერი, კარის კოდი, რა ვიცი როგორც აქ შემიძლია რომ გამოვიყენო ეს მაგალითად მაღაზიობანა როლური თამაშები შეიძლება გამოვიყენო საგაკვეთილო პროცესში და აქ მივაღებინო მონაწილეობა ხო ეს უკვე სტრატეგიებზე გადავედით მაგრამ ძალიან ღირებულია და ფუნქციურია
მოკლედ შედარება, მაგალითად ორი პროდუქტის ფასის შედარება, მოკლედ აქ ესეთი ჩანაწერია და ასე შემდეგ, აქ არის ეხლა განსაზღვრული და მე თავს არ შეგაწყენთ მეგობრებო, მეტობა ნაკლებობა მიმატება გამოკლება აქ არითმეტიკული მოქმედებები რიცხვებზე რო არის სწორედ მაღაზიებანის შემთხვევაში თქვა 80 თეთრი ღირს ფუნთუშა და ლარი მაქვს და რამდენი ხურდა მერგება მინიმუმ ხო ეს რო დავინახო, აქ უკვე ნიშნავს რომ თუნდაც 100-ის ფარგლებში შეიძლება ბავშვმა რიცხვებით ასე ვთქვათ ანგარიში ისწავლოს, მაგრამ ამას მე ფუნქციურად გამოიყენებს, ვიდრე მექანიკურად ვასწავლო ათასების და მილიონების წერა, რომელსაც რეალურ ყოფაცხოვრებაში საერთოდ ვერ გამოიყენებს. ამიტომ რაღაც პატარაზე ვმუშაობ და ამის გამტკიცებას ვახდენ სხვადასხვა რაკურსით და ყველაზე მნიშვნელოვანი კიდე რაც ეხლა გასათვალისწინებელია ალტერნატიული სასწავლო გეგმით თუ მუშაობთ მოსწავლესთან არის ინტეგრირებული სწავლება და ამაზე კიდე შევაჩერებთ თქვენ ყურადღებას, უბრალოდ ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ ამაზე მოკლედ არ შემიძლია რომ რაღაც ის ძირითადი აქცენტები მოვიტანო თქვენამდე. ვეცდები რომ მალე დავასრულო კოლეგებო, აქ მოკლედ ეს დოკუმენტი გაგიზიარდებათ. თითოეულ მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, პრინციპში ალტერნატიულ სასწავლო გეგმაში წერია ეს, უბრალოდ აქ მეტად თვალნათლივ, ვიზუალურად რომ კარგად აღიქვათ ესეთი ამოვკრიბე იქიდან ინფორმაცია და წარმოგიდგინეთ, შესაბამისად აქ უნდა ჩავიხედოთ ხოლმე ბავშვის შესაძლებლობები გავზომოთ და კიდე ჩვენც ვიფიქროთ დამატებით, იმიტომ რომ აქ მოცემულზე უკეთესი იდეები შეიძლება მოგივიდეთ თითოეულ თქვენგანს. ამიტომაც ეს არ არის უნივერსალური და აუცილებლად მხოლოდ ეს არის ბუნებრივი არა, ყველა კიდე ვფიქრობ და ვართ ამ მსჯელობის ეტაპზე, ანუ უნდა ვიმსჯელოთ მოკლედ ყველა. აქ მოკლედ ესეთი დოკუმენტია, მაგალითად გეომეტრიაზე, გეომეტრიულ ფიგურებთან მიმართებით, მაგალითად ამინდის ბიუროს, პოლიციის სასწრაფო დახმარების ცნობათა ბიუროს ტელეფონების ნომრების დამახსოვრება და გამოყენება, მშობლის ტელეფონის გამოყენება, მოკლედ აქ ჩამოწერილია ზომის ერთეულებთან, სიდიდეებთან თუ ყველა იმ ცნებებთან მიმართებით, რომელიც ალტერნატიულში ჩანს, რა იქნება ფუნქციური, ასე ვთქვათ, შინაარსი, რაც უნდა დავასწავლოთ მოკლედ მოსწავლეს, ხო, ის საკითხები, რაზეც უნდა ვიმუშაოთ სწავლების პროცესში. ეს გარკვეულწილად, ანუ ეს დოკუმენტი რო არსებობს, უნდა შეგვეძლოს ამ დოკუმენტის კარგად წაკითხვა, ანუ უნდა ვდებულობდეთ მიმართებებს და რა ლინკებია, მათ შორის, ხო, ეძაფები, შეიძლება ასე დავარქვათ და როგორ შემიძლია მე ეს დოკუმენტი ადაპტაცია გავაკეთო და აუცილებლად აქ არის გასათვალისწინებელი ის ფაქტი, რომ მექანიკურად კი არ ვაკეთებ ამას და ან გეომეტრიაზე ვმუშაობ და არამედ კლასის კურიკულუმსაც ვუყურებ, კლასში რა ხორციელდება და კლასის კურიკულუმი გითხარით და ბუნებრივია რომ აქაც არის ის თემები, რაც კურიკულუმ თემატურად წლის განმავლობაში უნდა დამუშავდეს და მოკლედ მივყვებით ამას. ეხლა რაზეც მინდა კიდე შევაჩერო, ან ახალ სტანდარტში რაზე კეთდება აქცენტი, არის ის, რომ ჩვენ აუცილებლად თანამშრომლობა გვჭირდება სწავლების პროცესში და არა მარტო თქვათ საგნის პედაგოგის სპეციალურ მასწავლებელთან და ფსიქოლოგთან ან მშობელთან თანამშრომლობა, მხოლოდ ასე არა. თანამშრომლობაში მოიაზრება მულტიდისციპლინარული, ანუ ყველა, ანუ ტრანსდისციპლინური სწავლება, ანუ ამაზე აკეთდება კოლეგებო, აქ აქცენტი და მოდი პრეზენტაციას გავაზიარებ ბარემ, აქ უფრო კარგად შეხედავთ ამას, სად მაქვს აი აგერ ანუ ეს არის ის რისი გათვალისწინება გვიწევს მოკლედ მძიმე და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებთან სწავლების პროცესში. ეს არის ფენომენზე დაფუძნებული სწავლება და აუხსნი ამას, პროტოტიპის შექმნა, მრავალჯერადი რეპრეზენტაცია და ფუნქციური კონტექსტების გამოყენება მაქსიმალურად, რაზეც ვისაუბრეთ და ჩვენთვის კარგად ნაცნობი სასწავლო მეთოდოლოგია, როგორიც არის კეთებით სწავლება, თვალსაჩინოებების გამოყენება, მულტიმოდალური სწავლება და სხვადასხვა არხის გამოყენებით ინფორმაციის მიწოდება, რომ თუ წამყვანი არხია ვიზუალურით მივაწოდოთ და ნუ ყველა არხი გავააქტიუროთ მოკლედ რომ მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს ჩვენი მხრიდან ინფორმაციის მიწოდების მეთოდები, ხო? და ეხლა რა იგულისხმება ამაში აქცენტი გავაკეთეთ ტრანსდისციპლინურ სწავლებაზე, როდესაც ნახეთ კონკრეტული ობიექტი მოვლენა, თავად ხდება, ან თავად რაღაც კონკრეტული ერთეული ხდება, რაღაცა უფრო მთელის შესწავლის საგანი,
აქედან ვიწყებთ სწავლებას და აქ გასათვალისწინებელია რა სხვადასხვა საგნობრივი რაკურსიდან. ანუ რა იგულისხმება ახლა ამაში? მე რომ ვსწავლობ რაოდენობას, მათემატიკაში რიცხვის რაოდენობასთან დაკავშირებას, ძალიან კარგი იქნება აი საგნების პედაგოგების, ანუ თვითონ მოხდეს კათედრების შეთანხმებული მუშაობა და ეს სასკოლო კულტურის ნაწილი უნდა გახდეს და ყველა მოსწავლესთან დამეთანხმებით ალბათ რომ არის ძალიან კარგი თუ მოგეთ ხელოვნებას სწავლობს, მათემატიკას სხვადასხვა საგანს რო ვასწავლით, ის ფუნქციური კონტექსტები იყოს ერთი და სხვადასხვა საგნის პერსპექტივიდან მოხდეს ერთი რაღაცა მთელის გააზრება. იმიტომ რომ ეს უზრუნველყოფს იმას, რომ უფრო ასე ვთქვათ სიღრმეებში ჩაწუდება ეს, აი დაზეპირებული კი არ იქნება ცოდნა, არამედ ფუნქციური იქნება და მოსწავლე შეძლებს მოკლედ ამ ცოდნის გამოყენებას ყოველდღიურ ყოფაცხოვრებაში. შესაბამისად, ახალი ალტერნატიული სასწავლო გეგმა კოლეგებო არ განსაზღვრავს კონკრეტულ, ანუ ნახეთ, ეს როგორც იმ თქვენ რომელსაც იყენებდით აი შედარებით ძველი რედაქცია რაც არის, იმ დოკუმენტში არ არის, როგორც ახლა გავაკეთეთ იმ შაბლონზე დაყრდნობით შევქმნით ჩვენ ახლა ნიმუში მე რას წარმოგიდგინეთ, ხო იყო იქ რიცხვის რაოდენობა, იყო გაზომვა და ასე შემდეგ. იქ კი არის კი ბატონო და ეს როგორც გზამკვლევი და როგორც მნიშვნელოვანი დოკუმენტი თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ ამ დოკუმენტის წაკითხვა და გამოყენება რო შევძლოთ არის ის, რომ თქვენ ხართ წამყვანი პროცესში და კონკრეტულ მოსწავლესთან მიმართებით რომელი არის ის პრიორიტეტული ნაწილი საგანში, არამთლიანად ცნება, არამედ კონკრეტულად ეხლა აქტუალური რა არის, რაზე ვკონცენტრირდე კონკრეტულ მოსწავლესთან, ამის შესაძლებლობას გიტოვებთ თქვენ, რომ აი ეს ესეგეზე დაყრდნობით ხო გაქვთ ეროვნული სასწავლო გეგმა და ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით კურიკულუმი და აი კურიკულუმი აქ რო არის, რა ვიღო მე ხა აი ამაზე ვმუშაობ აქ? არ მინდა ეს სამიზნე ცნებები, მათემატიკური მოდელი როგორც ესეთი ფართო, არა კონკრეტულად ავიღებ, რომ მოსწავლემ შეძლოს რაღაცა მიმართულებების, ობიექტების ურთიერთმიმართების განსაზღვრა შიგნით, ქვევით, ზევით, მხოლოდ ამაზე ორიენტირდა, ანუ თქვენზეა დამოკიდებული კონკრეტულად რა საკითხზე დაფუძნებით, რა საკითხის შესწავლით დაიწყებთ კონკრეტულ მოსწავლესთან და ნელ-ნელა როგორ დააშენებთ წინარე ცოდნაზე ახალ ცოდნას, ხომ? ეს არის ძალიან გასააზრებელი და პროცესი, ანუ მოსწავლის მიმდინარე პროგრესზე დაყრდნობით უნდა მოხდეს გაფართოვება შემდეგ ამ კონკრეტული საკითხების. ანუ საკმაოდ ისეთი კომპლექსური მუშაობას მოითხოვს და შესაბამისად ნახეთ სამი კონკრეტული ის არ არის განსაზღვრული საგნების მიხედვით შესაბამისად ეს დოკუმენტი არ არის მხოლოდ დაწყებითი საფეხურის, ეს არის საბაზოსიც და საშუალოსიც, სადაც მე როგორც მასწავლებელი, რომელიც ვიცნობ მოსწავლეს, ვხვდები წინარე ცოდნაზე დაყრდნობით, აი ეხა ის ფუნქციური კონტექსტში რა კონკრეტული საკითხის გააზრებას შეძლებს, რომელიც მას დაეხმარება, რომ ადაპტირდეს გარემოში და ფუნქციურად გამოიყენოს ეს ცოდნა, თავად მე უნდა გამსაზღვრო, ანუ ვინმე ამას ჩემს ნაცვლად ვერ გააკეთებს. მოკლედ ეს მოიაზრება ამაში და აუცილებლად ნახეთ ეს ამაზე გესაუბრეთ, მაგრამ ამ პოსტულატსაც შეხედეთ, რომ ეს კონკრეტულად რა არის ის კონკრეტული საკითხი, ფენომენი, კონკრეტული ობიექტი, რომელსაც ვირჩევ მე როგორც სასწავლო ორიენტირად, უნდა განშევარჩიოთ თუ რა თემები და საკითხები ისწავლება შესაბამის სასწავლო წელს კურიკულუმის მიხედვით საგანში და ეს კურიკულუმი მაქვს ახლა თქვენთან წარმოდგენილი და ყველა საგანში უნდა იყოს მსგავსი ტიპის კურიკულუმი. ანუ ეს უკვე მე ცხადად მაჩვენებს, ბრმად კი არ ვაკეთებ რაღაცას, მოდი ამასაც, არა, კლასში ეს ხდება და ამ კლასში მცირედი იქნება თუ უფრო მეტი ბავშვის შესაძლებლობიდან გამომდინარე, რას ავიღებ ორიენტირად, სრულად მოქნილ, ასე ვთქვათ, ეს დოკუმენტი მაძლევს ძალიან ფართო სპექტრს, მოკლედ ორიენტირებისთვის. ეს მოკლედ ეს რო გავიგოთ, იმიტომ რომ ხშირად ძალიან გაგება რთული რა იგულისხმება, მოკლედ ამაშიო და მე ვეცადე რომ არ ვიცი წამოვყევით თუ არა ამ მსჯელობაში, მაგრამ ეს კავშირები რო დაგენახათ. ყველა საკითხი უნდა დამუშავდეს როგორც სამიზნე ცნებაო და დაგანახეთ რომ იმ ალტერნატიულ სასწავლო გეგმაში 2019 წლის აქ რაც არის, იქაც ის სტანდარტული ცნებები რაც არის ეროვნულ სასწავლო გეგმაში კი არ იყო იმ ეროვნული ქვეცნებები და საკითხები გვევლინებოდა ალტერნატიულში როგორც სამიზნე ცნება. შესაბამისად, აქაც ისეთი პრინციპული განსხვავება არ არის, იმიტომ რომ ეს საკითხი
მაქვს მე როგორც ასე ვთქვათ ორიენტირი რაზე დაყრდნობითაც უნდა შევამეცნებინო კონკრეტული სამიზნე ცნება მოკლედ მოსწავლეს მასწავლებელმა შემდეგი აქცენტი რაცაც სულ ვიაზრებთ და რავი ძალიან მნიშვნელოვანი არის მრავალჯერადი რეპრეზენტაცია და განსაკუთრებით დასწავლის სირთულეების მქონე და სამიზნე ჯგუფისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთი და იგივე ინფორმაციის მრავალჯერ და განსხვავებულ კონტექსტში წარდგენა, რეპრეზენტაცია, დამუშავება, რომ მე ხა ამაზე ვიმუშავე და მე წყვეტა მაქვს საერთოდ აღარ ვიმუშავეს ამაზე, საერთოდ ჩაქრა, ანუ დამავიწყდა ეს ინფორმაცია და გამოდის, რომ ის ძალისხმევა, რომელიც მასწავლებელმა ჩადო რაღაც კონკრეტულ საგანში, რომ ესწავლა, უფუნქციო ყოფილა და რეალურად მოსწავლის არაფერი არ რჩება. ამიტომაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაღაც ეს ჩვენი ადაპტირებული კურიკულუმი ისე დავგეგმოთ, რომ მაქსიმალურად რაზე ვამუშავე აქამდე იმის გამტკიცებაზეც ვამუშაო, მრავალჯერ მოხდეს ვერბალურად, რაღაცა სიმბოლური და ეგ სასწავლო სტრატეგიები თქვენ იცით. რომ ვიზუალური მასალების, სქემების და ასე შემდეგ გამოხატვა მოხდეს მუსიკალურ სპექტრში, ანუ სენსორული არხების გამოყენებით დამუშავება და ამას კიდევ ვეცდები რომ აქცენტი გავაკეთო ამაზე და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ აქცენტების გათვალისწინება, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, მოხდეს ინტეგრირებულად და ყველა საქმის პედაგოგმა ითანამშრომლოს ერთმანეთთან კონკრეტული მოსწავლის შემთხვევასთან მიმართებით და მაგალითად თუ რაოდენობა ამაზე ვსაუბრობდი, რომ მუშავდება მათემატიკაში და ქართულში ტექსტი თუ აქვს ან ვასმენინებ ინფორმაციას, იქ თქვათ რაოდენობის ცნება უნდა ჩანდეს, რომ მათემატიკაში დასწავლილი რაოდენობა აქაც ქართულშიც დამუშავდა იმ ტექსტში, ადაპტირებულ ტექსტში, რომ რაღაც 3 გოჭი პირობითად, აქ 3 გოჭი იყო და ნიბსახე ხო, აი რაოდენობის ცნება, ანუ აქაც უნდა იყოს ინტეგრირებული და ჩვენ ინტეგრირებულ სწავლებაზე როცა ვსაუბრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ აი ძალიან ესეთი მაგალითია, მაგრამ ბუნებისმეტყველებაში იქ სახლები რო იყოს სხვადასხვა იმისგან ხის, რა ვიცი, მეტალის თუ როგორ ხო, ზღაპარში, იქაც უკვე იქ ნივთიერებაზე შეიძლება გავაკეთო აქცენტი, რომელიც ბუნებაში განისაზღვრება როგორც მიზნობრივი ორიენტირი და ასე შემდეგ და მთლიანობაში რო შევაჯამოთ მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანია, რას ვასწავლი და ეს ადაპტირებულ კურიკულუმში უნდა მიჩანდეს და აუცილებლად ის რაზეც გავაკეთე აქამდე აქცენტი, რომ ფუნქციური, ასე ვთქვათ, ორიენტირები განსაზღვრო, პრიორიტეტული, რელევანტური სასწავლო მიზნები, არა და აი რელევანტურობაზე როცა ჩვენ ვსაუბრობთ, აქ ამაზე აქცენტი გავაკეთე, მაგრამ კიდევ ერთხელ შევეხები კოლეგებო, რომ რატომ ვასწავლე, ყოველთვის უნდა მიტრიალებდეს თავში, რა ფუნქციური მიზნობრიობა შეიძლება მიეცეს ამ კონკრეტულ საკითხს, რომელსაც ვასწავლი კონკრეტულ წელს, კონკრეტულ მოსწავლეს, ხო? აუცილებლად კითხვას უპასუხობ, რატომ ვასწავლე ამას, სად შეძლებს ამის გამოყენებას და რაღაცა პრობლემის გადაჭრას თუ ასე შემდეგ. როგორ ვასწავლი, ხო ეს უკვე სასწავლო სტრატეგიებია და ვისაუბრეთ, ეს არის არსებითად მნიშვნელოვანია, ეს მრავალფეროვანი სასწავლო სტრატეგიები გამოვიყენო და მაქსიმალურად ხელი შეუწყო აი ამ დასახული მიზნების ასე ვთქვათ მიღწევას და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ არის პასუხისმგებელი პირი ამაზე, ვინ აწვდის ამ ინსტრუქციას, როგორ აწვდის მასწავლებელი, რადგან ალტერნატიული სასწავლო გეგმა თუ აქვს მოსწავლეს, მას ხშირ შემთხვევაში აქვს ხოლმე ყავს ხოლმე ინდივიდუალური ასისტენტის სერვისითაც სარგებლობს და აქაც ეს ფუნქციათა დელეგირება როგორ უნდა მოხდეს და მასწავლებელი რომ გეგმავს სასწავლო პროცესს ამაზე ვთანხმდებით, მაგრამ რაღაცა ინსტრუქცია მისცა და დასრულებაში შეიძლება ასისტენტი ეხმარებოდეს და ეს კიდე ცალკე საგანია ეგ ფუნქციათა განაწილება და გაზიარებულ პასუხისმგებლობაზე საუბარი, უბრალოდ ძალიან გაგვიგრძელდა, მაგრამ ვინ რა და სადასწავლის და აქ გულისხმობთ, რომ კლასში ნასწავლის განმტკიცება კიდე რომ უნდა მოხდეს სახლში, რესურს ოთახში კიდე დამატებითი სპეციალისტებით შეიძლება ამის უფრო რაღაცა სხვადასხვა ჭრილში დამუშავებაზე მუშაობდეს, ნუ ეს ასპექტებიც უნდა დამუშავდეს, რა თქმა უნდა, გუნდის შეხვედრის შემთხვევაში და განისაზღვროს ეს თითოეული კომპონენტი
მეგობრებო, კოლეგებო და აქ მთლიანობაში სტრატეგიები გიჩვენთ ამაზე ვისაუბრე, მაგრამ კიდევ ერთხელ შევაჯამოთ, რომ მულტიდისციპლინარული მიდგომა, ვიზუალური სქემების და გრაფიკული ორგანიზატორების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. კეთებით სწავლება და ბავშვი რო არის აქტიური თანამონაწილე, ეს ამ პრინციპის დაცვა ხო, რა ვიცი, უპირობოა და აუცილებელი. ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკური რესურსების გამოყენება. მრავლობით დარღვევები, როცა გვაქვს კომუნიკაციის სირთულეები და ალტერნატიული კომუნიკაციის სტრატეგიები გამოვიყენოთ, რომელიც ახლა ამ ვებინარის თემაში მხოლოდ ვერ მოესწრება, ბუნებრივია და შეიძლება მე კონკრეტულ სტრატეგიებს კიდე სხვა ვთქვათ დრო დაეთმოს, სხვა დროს დაეთმოს, ასე ვთქვათ, განვიხილოთ. მხარდაჭერა რომ მოხდეს პერიოდული მოსწავლის და აუცილებლად მის мотивაციაზე თვით შეფასებაზეც რომ ვიმუშაოთ, გარემოს ადაპტირებაზე აღარ ვსაუბრობთ, ეს აუცილებელი კომპონენტია და ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანია, სულ ვიფიქროთ ხოლმე კიდალსახე ეს მიზნები, მაგრამ აი SWOT ანალიზს რო ვეძახით ხოლმე, ხო? ეს ძლიერი მხარე, შესაძლებლობები და ბარიერები კიდე, ან რა არის ის საფრთხეები, რაც შეიძლება პროცესში შემექმნას და გუნდმა უნდა იმსჯელოს ამაზე. ეხლა აქ რა, მაგალითად ბავშვს აქვს ყურადღების დეფიციტი და ყურადღება ვიცით რომ აი ბაზისური უნარია რომელიც გვჭირდება ხო რომ ჩავთოთ მოსწავლე და კიდე რა შეიძლება იქ გავაკეთო იმისთვის რომ ის საფრთხეები რაც მაქვს იმის აღმოფხრაზე მიმართული ინტერვენციები დავგეგმო რაშიც ფსიქოლოგების სპეცმასწავლებლების და მთლიანი გუნდის თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყოველივე ანუ აი ამ ასპექტების გათვალისწინებით სწორად თუ გვაქვს დაგეგმილი გააზრებული შეუძლებელია რაღაცა სასიკეთო ძვრები არ მოვახდინოთ ბავშვის განვითარებაში. შეუძლებელია თქვა ბავშვი აქ თუ იყო კონკრეტულ წერტილას და თუ ჩვენ ის რეკომენდაციები რაც ახლა რაზეც ვისაუბრეთ, გავითვალისწინეთ, შევაფასეთ, მიუყვებით პროცესში, ვაკვირდებით, ვუსმენთ, მრავალფეროვან სტრატეგიებს ვიყენებთ, აუცილებლად რაღაც თუნდაც შეიძლება ის ირმის ნახტომი არ იყოს განვითარებაში, მაგრამ კუსნაბიჯი თუნდაც ესეც ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია კონკრეტულ შემთხვევაში ეს ნაბიჯი მაინც უნდა გადადგას მოსწავლემ და როდესაც რაღაცა არ გამოგვდის და ვამბობთ რომ გაიყინა, გავიყინე, ანუ ვერ მივდივართ წინ, მაშინ აუცილებლად უნდა გადაიხედოს ჩვენი სასწავლო მეთოდოლოგია. სადღაც უკან უნდა მივბრუნდეთ და აუცილებლად რაღაც ისე არ გამოგვჩა შეიძლება, რაც იყო აუცილებელი კომპონენტი და ხშირად ჩემი გამოცდილებაც რომ გაგიზიაროთ კოლეგებო, როცა ესეთი რაღაც თვითრეფლექსია ხდება და თავმიბრუნება, გამოსავალი და ჩარევის მეთოდოლოგია ალტერნატიული გამოგვინახია ხოლმე რომ უკეთესი შედეგები მიგვეღო კონკრეტულ მოსწავლესთან მიმართებით. ეს მოკლედ დაახლოებით რაც გითხარით რომ შევაჯამოთ, ეს იყო ბაზისური ასე ვთქვათ ასპექტები და პრინციპები, რაც უნდა გავითვალისწინოთ სწავლების პროცესში.